საღამომშვიდობის. Თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. საით წავიდეთ. შესაბამისი ეპიგრაფიც ვიპოვეთ. აქეთ გევიქცე. თუ აქეთ გევიქცე. აქეთ. აქედან ქემევედი. რა ასე რომ დევერეკო დიაგონალზე ან აქეთ უნდა წავიდეთ, ან იქით უნდა წავიდეთ, ასე დგას საკითხი, დიდი ხანია ასე დგას ეს საკითხი, თითქოს ავირჩიეთ კიდეც გზა, რომელმაც აშკარად არ გაამართლა. ახლა ისევ არჩევანში ვართ, ისევ ძებნის პროცესში ვართ, თუ საით დავერეკოთ, როგორც ამ ქალბატონმა გითხრა. ერთი სიტყვით დიდი ვნებათაღელვა საქართველოში და არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მთელ მსოფლიოს პირველ რიგში აწუხებს უკრაინის კრიზისი, რომელიც შესაძლებელია დიდ გლობალურ კრიზისში გადაიზარდოს, ან შესაძლებელია დროზე შეჩერდეს ეს მოვლენები, ასე ვთქვათ, დროულს ვეღარ დავარქმევთ, მაგრამ მაინც უარესთან შედარებით. რაც შეეხება საქართველოს, საქართველოში არ დაილევა თემები. თემა უამრავია. საკითხი უამრავია, რომელთან დაკავშირებითაც არის შეხლა-შემოხლა, არის აზრთა ჭიდილი და არა მარტო აზრთა ჭიდილი, არამედ როგორც გვჩვევია ხოლმე, ძალიან ბევრი რამ გადადის ფიზიკურ ჭიდილსა და ფიზიკურ დაპირისპირებაში. ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომელიც ახლა საქართველოს წინაშე დგას, ეს არის ეგრეთ წოდებული არაბული ინვესტიცია. არაბული ინვესტიცია შემოდის ძალიან სოლიდური ინვესტიცია გახლავთ საქართველოს ისტორიაში, რომ არ ყოფილა ისეთი და სხვაგანაც ბევრი არ ყოფილა ამ მასშტაბის ინვესტიცია. მაგრამ მოწინააღმდეგეებიც გამოჩნდნენ, ამ მოწინააღმდეგეებსაც აქვთ გარკვეული ვერსია ისეთი, არაერთი, რომელიც საზოგადოების ყურადღებას იმსახურებს, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაც ნერვიულობს. საზოგადოებაც წვალობს. სწორია ამ ნაბიჯის გადადგმა თუ არ არის სწორი. ყოველ შემთხვევაში აქ ერთი რამ აქედან მე მინდა გითხრათ, მითხარის ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინა ხარ შენ. თუ ვის გვერდით აღმოჩნდები რომელიმე პოზიციის არჩევისას, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვის გვერდით აღმოჩნდები. ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით, ახლა კი მინდა დავიწყო განხილვა ამ საკითხისა იმ თვალსაზრისით, რომ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გაიმართა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. პრემიერ-მინისტრი წარსდგა მოხსენებით, ანგარიშით და ერთ-ერთი საკვანძო ადგილი სწორედ ამ არაბულ ინვესტიციას ეკავა მის ამ მოხსენებაში პარლამენტის წინაშე. მე მინდა თანმიმდევრულად გავყვეთ ამას, რამდენადაც ამას მოვახერხებთ და ვფიქრობ, რომ ბევრ შეკითხვაზე პასუხს ვიპოვით. ხოლო თუ რამე დარჩება ისეთი, რის შესახებაც პასუხს ვერ ვიპოვით, ეს შემდეგ გზადაგზა უნდა ავხსნათ და უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გზას დავადგეთ. მას ასე. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში აი მისი პირველი განცხადება ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით. როდესაც ასეთი კომპანია შედის კონკრეტულ ქვეყანაში, ეს არის სიგნალი ნებისმიერი სხვა ინვესტორისთვის და სიგნალი იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოში არის ჩამოყალიბებული ძალიან მაღალი დონის საინვესტიციო გარემო. საინტერესო ნათქვამი არის. მართალია ეს პოზიცია, რომ ამ მასშტაბის ინვესტორი და ამ მასშტაბის ინვესტიცია, როდესაც შემოდის ქვეყანაში, ესე იგი რაღაცა ამ ქვეყანაში უკვე საიმედოა, რაღაცა უკვე მყარია და პირველ რიგში ეს არის სტაბილურობის განცდა. ამის გარეშე, რა თქმა უნდა, ასეთი მსხვილი ინვესტორი, ასეთი დიდი ინვესტიციით საქართველოში არ შემოვიდოდა. ეს ნამდვილია, ეს უნდა ვირწმუნოთ, მაგრამ ამის შემდეგ რა ხდება? ამის შემდეგ რა ვითარება გვაქვს და რა ვალდებულებებს იღებენ მხარეები, როგორც ინვესტორი, ასევე საქართველოს. ამასთან დაკავშირებითაც მინდა მოგასმენინოთ ბატონ კობახიძის განცხადებები. აჩახება მხარეების ვალდებულებებს, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას უკვე გავაცანით დეტალური ინფორმაცია. პირველ რიგში ფუძდება ერთობლივი კომპანია, როგორც უკვე თქვა, წილის მე-13 ეკუთვნის ამ კომპანიაში
საქართველოს სახელმწიფოს 2/3 ეკუთვნის კომპანია Eagle Hills და ხაზი უნდა გაესვას ერთ გარემოებას, რომ როდესაც საქმე ეხება ურთიერთობებს და ვალდებულებებს, საქართველოს სახელმწიფო თავის თავზე არ იღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას, არავითარ ფინანსურ გარანტიას ან რაიმე არასტანდარტულ პირობას პარტნიორი კომპანიის ასარგებლად. ქართული სახელმწიფო მთლიანად არის დაცლილი ვალდებულებებისგან. ჩვენ შევდივართ მიწის ნაკვეთებით ამ პროექტში და სახელმწიფოს არ აქვს არავითარი ვალდებულება. აი ეს არის ზოგადი განცხადება, რომელიც ბატონმა კობახიძემ გააკეთა, ჩვენ შევდივართ მიწით, აი მიწას ვდებთ აი ამ პროექტში და ინვესტორი შემოდის ამის გამო. გარდა ამისა, არავითარი ფინანსური და არავითარი საგარანტიო ვალდებულებები საქართველოს საკუთარ თავზე არ აუღიავ. მე მგონი კარგი განცხადებაა ეს და აქვე მინდა ბარემ თქვა იმის შესახებაც, რომ როდესაც პრემიერ-მინისტრი გამოდის პარლამენტის წინაშე და პრაქტიკულად გამოდის ქვეყნის წინაშე, ხალხის წინაშე, საზოგადოების წინაშე, ერისა და ბერის წინაშე. ასეთ შემთხვევაში ძალიან ცოტა შანსი, რომ თქვათ ის სიმართლეს არ გვეუბნებოდეს, ის რაღაცას აშკარად გვატყუებდეს, არ მინდა ეს სიტყვა გამოვიყენო, მაგრამ უნდა გამოვიყენოთ, იმიტომ რომ საკითხი ასეა დასმული სხვათა და სხვათა მიერ. ამის გამო მინდა ეს განმარტება გავაკეთო, რომ ასეთ დონეზე და ასეთ შემთხვევებში სახელმწიფოს პირველი პირები არ კადრულობენ ხოლმე და ვერც იკადრებენ იმ მასშტაბის სიცრუეს და სიყალბეს, რომ ის მიუღებელი იყოს ქვეყნისა და ხალხისათვის. ამიტომ მე მესმის, რომ ზოგ ნაწილს ჩვენი ხალხისა, მოსახლეობისა, საზოგადოებისა თავრობის მიმართ შესაძლებელია მეტი ნდობა ქონდეს, ზოგს ნაკლები, ზოგი საერთოდ არ ენდობოდეს ეს დასაშვებია და ხდება ასეთი რამ ხოლმე, მაგრამ მიუხედავად ამისა, უნდა ვივარაუდოთ, რომ რასაც გვეუბნება პრემიერ-მინისტრი ამ საკითხთან დაკავშირებით, ის 90-95% მაინც სარწმუნო არის. აი, ამიტომ ასეთი იყო ეს განცხადება ვალდებულებებთან დაკავშირებით. აი, კიდევ ამ თემასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება. აჩხო ინვესტორის ვალდებულებას, ინვესტორი იღებს ვალდებულებას სრულად უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება და განახორციელოს პროექტის მენეჯმენტი. ანუ ვალდებულებები მთლიანად არის პარტნიორი კომპანიის მხარეს. კიდევ ერთხელ არავითარი ვალდებულებები, არავითარი ფინანსური გარანტია და არავითარი სპეციალური პირობები პარტნიორი კომპანიისთვის. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საუბარია ხელშეკრულების შინაარსის გამჭვირვალობაზე. მე გთხოვ ძალიან ყურადღებით მოусმინოთ აი ამ განცხადებებს, ამას იმიტომ გაწვდით ასე ვთქვათ ძალიან დაღეჭილად ბოდიშვილთი ამ სიტყვისთვის, რომ ყველა დეტალს, ყველა ნიუანსს მივაქციოთ ყურადღება, როდესაც მთლიანობაში ისმენ ამ ვრცელ გამოსვლას, თუნდაც ქვეყნის პირველი პირისა პარლამენტის წინაშე, მაინც გამოგრჩება ხოლმე რაღაცა მომენტი, რაღაცა დეტალი და ამის გამო აი ასე წვრილად, სკრუპულოზურად ვცდილობ მოგაწოდოთ ის, რა თქვა ამ საკითხთან დაკავშირებით ბატონმა პრემიერ-მინისტრმა. ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს მხარის ვალდებულებები, ჩვენ მოვისმინეთ ინვესტორის მხარის ვალდებულებები და ჯერჯერობით აქ საგანგაშოს, რა თქმა უნდა, ვერაფერს ვერ ვხედავთ. ახლა არის ერთი საკითხი, რატომ არ არის გასაჯაროვებული მთლიანად ხელშეკრულების ეს პროექტი. რა თქმა უნდა, საზოგადოებას აქვს ამის მოთხოვნის უფლება, მაგრამ არსებობს რაღაც გარკვეული საიდუმლოებები, არა სახელმწიფო საიდუმლოებები, არამედ ეს საიდუმლოებები კაპიტალისტურ საზოგადოებაში არის ცნობილი კომერციული საიდუმლოს სახელით და ეს მიღებული ფორმაა. ეს ყველგან არსებობს და ინვესტორს, რა თქმა უნდა, უფლება აქვს მოითხოვოს, რომ ყველა დეტალი არ იყოს გასაჯაროვებული. ამასთან დაკავშირებით ჩემზე უკეთესად მოგახსენებთ ბატონი პრემიერ-მინისტრი. აჩხუბე იმას თუ რატომ აქვს მინიჭებული ამ ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი. ეს არის პარტნიორი კომპანიის მინდა კომერციული ინტერესი, რათა მას ჰქონდეს მომავალში სივრცე, რათა აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა პოტენციურ პარტნიორებთან. და ეს არის მიღებული პრაქტიკა,
ეს პრაქტიკა ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას ერთი მხრივ და მეორე მხრივ ეს პრაქტიკა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას. მე მინდა ასევე მოგახსენოთ სტატისტიკის თაობაზე, გასული 10 წლის განმავლობაში კომერციული საიდუმლოების სტატუსი მიენიჭა საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის სფეროში, მხოლოდ ეკონომიკის სფეროში გაფორმებულ 1554 ხელშეკრულებას. მათ შორის არის ცნობილი ანაკლიის ხელშეკრულება და სწორედ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ითხოვდნენ ანაკლიის შესახებ ხელშეკრულების გასაიდუმლოებას, დღეს იწუნებენ იმ ფაქტს, რომ არ არის გასაჯაროებული კომპანია გილჰილსთან დადებული ხელშეკრულება. კიდევ ერთხელ 1554 ხელშეკრულება მარტო ეკონომიკის სფეროში. აი ასეთი ვითარება ყოფილა თურმე არაფერი საგანგაშო არ ხდება ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს ერთადერთი არ არის, სადაც კომერციული საიდუმლოებაა ჩადებული, ასე ვთქვათ, 1500-ზე მეტი ასეთი ხელშეკრულება ყოფილა. უფრო ზუსტად 1554 თუ შესწავლას არ უშვებ. რა კი 1554 ხელშეკრულება დაიდო ისეთი, სადაც კომერციული საიდუმლოს ნაწილი არის ჩადებული, რაც საჯარო არ ხდება. ასეთ შემთხვევაში აი ამ ერთ კონკრეტულ ვითარებაშიც რომ ანალოგიური მდგომარეობა გქონდეს, მე მგონი ამაში გასაკვირი არაფერი არ არის და საგანგაშოც არაფერი არ არის. მაგრამ რაც შეეხება დანარჩენ ნაწილებს, დანარჩენ შინაარს პროექტის არის თუ არა იგი გასაჯაროებული. აქვე უნდა ითქვას ის, რომ გასაიდუმლოებულია მხოლოდ ნიუანსები ამ ხელშეკრულების რეალურად დეტალები, რაც შეეხება ამ ხელშეკრულების ძირითად არსს და ყველა ძირითად პუნქტს. რეალურად ყველა ძირითადი პუნქტის შესახებ საზოგადოებას ჩვენ გავაცანით დეტალური ინფორმაცია. რა თქმა უნდა კომპანიასთან შეთანხმებით. რეალურად ყველაფერთან დაკავშირებით, რაც შეეხება ხელშეკრულების ძირითად თემებს, საზოგადოებას აქვს უკვე სრული ინფორმაცია. საზოგადოებამ სრულად იცის, ვინ არიან ხელშეკრულების მხარეები. არის ორი მხარე. რამდენია სახელმწიფოს წილი ერთობლივ კომპანიაში. მიწის რომელ ნაკვეთებზე არის გათვალისწინებული პროექტის განხორციელება. რამდენია პროექტის ფარგლებში ასაშენებელი ფართების მოცულობა. რამდენია კომპანიის მიერ დაგეგმილი მოგება, რა წულ შეიტანს პროექტი საქართველოს ეკონომიკაში, რა თანხა შევა ბიუჯეტში პროექტის განხორციელების შედეგად, გადასახადების თუ დივიდენდის სახით. რამდენი დროებითი თუ მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება პროექტის განხორციელების შედეგად. ეს ყველა დეტალი არის საზოგადოებისთვის ცნობილი. აი ასე გვეუბნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე. ესე იგი, ვინმეს ნებისმიერ მოქალაქეს საქართველოში თუ დააინტერესებს, რა არის ეს ხელშეკრულება, რა დევს მასში. გარდა იმ ნაწილისა, რომელსაც კომერციული საიდუმლო ქვია, ყველაფერი არის ხელმისაწვდომი, ყველაფერი არის გასაჯაროებული და ყველაფერი შეუძლია საკუთარი თვალით იხილოს და გაიაზროს და გადახარშოს, ასე ვთქვათ, თუ რასთან გვაქვს საქმე და საით მიდის ეს ყველაფერი. ასე რომ, მე მგონი ჯერჯერობით რაც მოვისმინეთ, ეს ყველაფერი მისაღებია, ეს ყველაფერი გასაგებია და საგანგაშო აქ არაფერი არ ჩანს, მაგრამ ჩვენ ვიცით რა დეტალებზეა საუბარი, კონკრეტულად რა არის ყველაზე უფრო მტკივნეული ქართველი ხალხისთვის, ქართული საზოგადოებისთვის, ერთ-ერთი მათგანი არის მიწის გაყიდვა, მიწის გასხვისება. როგორც ვამბობთ ხოლმე, უცხო ტომელებისთვის ქართული მიწის გადაცემა. გვაქვს თუ არა ეს მდგომარეობა ამ პროექტთან დაკავშირებით? რაც შეეხება თვითონ მიწის ნაკვეთების სტატუსს, თანამესაკუთრედ რჩება საქართველოს სახელმწიფო. და რაც შეეხება მიწის გასხვისების შესაძლებლობას, პარტნიორ კომპანიას არ აქვს მიწის გასხვისების არავითარი შესაძლებლობა. ეს არის ერთობლივი კომპანიის თანასაკუთრება და კომპანიას არ აქვს ამ მიწის გასხვისების შესაძლებლობა. ერთადერთი დანიშნულებით შეიძლება იყოს გამოყენებული ეს მიწა, ეს არის ამ კონკრეტული დეველოპერული პროექტის განხორციელება. ეს არის გარანტირებული ხელშეკრულებით, რომელიც არის დადებული სახელმწიფოსა და კომპანია გილჰილს შორის. მე
მგონი ერთმნიშვნელოვნად გასაგებად და ხაზგასმულად არის ნათქვამი, რომ მიწის გაყიდვასთან საქმე არ გვაქვს. ეს არ არის მიწის გაყიდვა. ერთი კომპანია, რომელთა მფლობელობაში გადადის ეს მიწა, ამ მიწაზე აშენდება ის ობიექტები, რომლებზეც არის საუბარი და სულ ეს არის მიწის გასხვისება, მიწის გაყიდვა. ამ შემთხვევაში არ ხდება გვეუბნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. თუ მას არ ვენდობით და არ დაუჯერებთ, მაშინ ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ რაღაცა სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. ამას ალბათ ვიღაცები შეეცდებიან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი აღმოჩნდა ისეთი საზოგადოების რაღაცა ჯგუფები, ზოგი პოლიტიკური, ზოგი არაპოლიტიკური, რომლებიც ცდილობენ, რომ გამოიყენონ ეს შექმნილი ვითარება, გამოიყენონ ეს პროექტი იმისთვის, რომ უფრო წარმატებულად დაუპირისპირდნენ საქართველოს მთავრობას და მმართველ პარტიას, მაგრამ ჩვენ საზოგადოების ძირითადი ნაწილი უნდა ვიყოთ მზადებული იმისთვის, თუ გავიგოთ, თუ რომელ მხარეს არის სიმართლე, რომელი მხარეს სპეკულირებს და რომელი მხარე არის მართალი ამ შემთხვევაში. ამისი გაგებისთვის ვაკეთებ ამ გადაცემას და ამიტომ განვიხილავ ასე დეტალურად ყველაფერი იმას, რაც პრემიერ-მინისტრმა გვითხრა პარლამენტის დარბაზიდან. ახლა კი იმის შესახებ, თუ რა ტიპის არის ეს მიწა, სადაც ეს ობიექტები აშენდება, რომელზეც არის საუბარი. ორივე ნაკვეთი არის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელსაც მშენებლობის დასრულების შემდეგ ავტონომიური დატვირთვა ბუნებრივია აღარ ექნება და ეს მიწა იქნება დამაგრებული შესაბამის შენობა ნაგებობებზე. ანუ ცალკე მიწას ავტონომიური დატვირთვა ბუნებრივია არ ექნება, იმიტომ ეს არის კიდევ ერთხელ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა. ანუ მარტივად რომ შევაჯამოთ, ერთ-ერთი მესიჯია ამ პროექტის ოპონენტების ის, რომ ქართული მიწა იყიდება უცხოელებზე, ძალიან მარტივად შეიძლება ითქვას, რომ არავითარი ქართული მიწა უცხოელებზე არ იყიდება. ძალიან მარტივია აქ გზავნილი, რომელიც შეგვიძლია საზოგადოებას გაუზიაროთ. ხო, ესეც რა თქმა უნდა დაზუსტებისთვის, თორემ ისე სასოფლო სამეურნეოა ქართული მიწა, არასასოფლო სამეურნეოა, ხრიოკია, ბარია, მთა თუ რა არის, ამის მიუხედავად ის არის ქართული მიწა და ერთნაირი მიდგომით უნდა მიუდგეთ ქართულ მიწას. ქართულ მიწას უნდა მოუვაროთ ისე, როგორც საკუთარ სულს, საკუთარ ღირსებას, საკუთარ ისტორიას, საკუთარ მომავალს და საკუთარ ბედს. ასეთი უნდა იყოს მიდგომა და ამ შემთხვევაშიც მაინც დაზუსტების თვალსაზრისით, თურმე ასეთი ტიპის არის ეს მიწა. ახლა კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი საზოგადოებისთვის. ვიცით ჩვენ რომ არაბი ინვესტორები, რომლებიც შემოდიან, ისინი არ არიან ქრისტიანები და ისინი არ არიან მით უმეტეს მართლმადიდებლები. ისინი სხვა კონფესიის, სხვა სარწმუნოების ხალხია. სხვა სარწმუნოების ადამიანები თუ შემოდიან და მას შემოყვება გარკვეული რაოდენობა დროებით იქნება თუ მუდმივად იქნება, ესაც გასარკვევია, მაგრამ თუ შემოდიან ეს ადამიანები, მათ რა თქმა უნდა შემოაქვთ თავიანთი სულის ნაწილი, თავიანთი კულტურის ნაწილი, თავიანთი რელიგიის ნაწილი და ქართულ საზოგადოებას აშინებს ეს ამბავი, ხომ არ მომრავლდება აქ მეჩეთები, ასე ვთქვათ, სალოცავები, მუსლიმთა სალოცავები, ჩვენ ტოლერანტული ქვეყანა ვართ და მეჩეთი ისედაც დგას ქართულ მიწაზე, ისედაც გვაქვს სხვადასხვა სახის სალოცავები, ამით ჩვენ ვამაყობდით, ამითი არასოდეს არ გვეშინოდა, მაგრამ ხომ იცით, რაოდენობრივი ცვლილება გადადის თვისებრივ ცვლილებაში, ამიტომ რაღაც გაუთვალისწინებელი რომ არ მოგვივიდეს, ამისგანაც საზოგადოება ცდილობს თავის დაზღვევას. ხომ არ გვექნება ასეთი რეციდივი. ერთ-ერთი ასეთი თეორიული საკითხი წამოჭრა ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელმა, მან ეჭვ გამოთქვა, რომ მეჩეთების აშენება არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით. თუნდაც ასეთი თეორიული კითხვები შეგიძლიათ დასვათ. ხომ არ არის რაიმე ასეთი ჩადებული ამ ხელშეკრულებაში და როგორც მეჩეთების შემთხვევაში შეგვიძლია განმარტოთ, რომ რა თქმა უნდა არავითარი მეჩეთების აშენება არ არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით. უფრო მეტიც შეიძლება ზოგადად ითქვას, რომ არავითარი არაკომერციული შინაარსის პუნქტი არ არის შეტანილი ხელშეკრულებაში. აი ეგრევე ავიღოთ მეჩეთები, ან თუნდაც შეღავათები უცხოელი
ყიდველებისთვის განმარტეთ საზოგადოების წინაშე, რომ არავითარ შეღავათებს არ ითვალისწინებს ეს ხელშეკრულება, მათ შორის ბინადრობის ნებართვის გაცემის კუთხით. მით უმეტეს არავითარი დისკრიმინაციული პუნქტები არ არის შეტანილი საქართველოს მოქალაქეების საზიანოდ, მაგალითად არ წერია აქ, ვინ შეიძლება იყოს დასაქმებული, ვინ შეიძლება იყოს ყიდველი და ეს შემდეგ, ეს ყველაფერი დარეგულირდება, რა თქმა უნდა, შესაბამისი საბაზრო ურთიერთობებით, ისევე როგორც ეს ხდება ხოლმე სხვა საინვესტიციო პროექტების შემთხვევაში. გნებავთ დაუჯერეთ, გნებავთ ნუ დაუჯერებთ, მაგრამ ხაზი უნდა გაუსვა იმ გარემოებას, რომ პრემიერ-მინისტრს არ გამოუტოვებია და არც გამორჩენია არც ერთი დეტალი, არც ერთი ტკივნეული საკითხი. არც ერთი ის თემა, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება ზოგი სპეკულაციას ეწეოდეს, მაგრამ შეიძლება ზოგი გულწრფელად იყოს შეწუხებული. არ გამოუტოვებია და არც გამორჩენია არც ერთი საკითხი, როგორც მე მომეჩვენა. ამიტომ აი კიდევ გავყვეთ მის საუბარს, მას არ გამორჩენია ის საკითხიც, რომ თქვათ აი გამწვანების საკითხს ხომ არ გააუარესებს იმ ტერიტორიებზე, სადაც ეს მშენებლობები წარიმართება. ეს საკითხიც მან ხაზგასმოდა დაგვიხსნა. რაც შეეხება გამწვანების საკითხს, აქაც 1000 სპეკულაციური განცხადება მოვისმინეთ, თითქოს თბილისი დაკარგავს თავის ფილტვებს და ასე შემდეგ. ჩვენ განვმარტეთ საზოგადოებას და კიდევ ერთხელ შეგვიძლია მკაფიოდ განვმარტოთ, რომ არათუ არ შემცირდება გამწვანების არეალი, პირიქით გაიზრდება მწვანე სივრცეების მოცულობა ბრძანისის ტყეპარკის მიმდებარედ, პირიქით გაიზრდება. რაც ხო გონიოს ერთ არ არის გამწვანებული და ის სივრცე, სადაც ერთ არ არის მწვანე ნარგავები დღეს რეალურად გამწვანდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილ მოეწყო. აქედან გამომდინარე, არათუ არ შემცირდება მწვანე სივრცეების მოცულობა, გონიოში და ბრძანიში პირიქით ეს სივრცეები გაიზრდება. მე ვერ ვიტყვი დაბეჯითებით, რომ ეს ასე მოხდება, როგორც პრემიერ-მინისტრი გვეუბნება, მაგრამ თეორიულად ეს შესაძლებელია. მიუხედავად ობიექტების მშენებლობისა, თუ მონდომება იქნება, თუ ეს გათვალისწინებული იქნება და როგორც ჩანს არის გათვალისწინებული, ეს მწვანე სივრცე შესაძლებელია კიდევ უფრო გაიზარდოს, ვიდრე დღეს გვაქვს. მე ვამბობ, თეორიულად ეს შესაძლებელია. თუ კი ასეთი რამ არის გათვალისწინებული და თუ კი ასეთი მონდომება იქნება. პრემიერ-მინისტრი ბატონი კობახიძე გვარწმუნებს, რომ დიახ, ეს ასე იქნება და მწვანე სიმწვანეს გამწვანებას არავითარი, ესე ვთქვათ, პრობლემა არ შეექმნება. ახლა ცოტა სხვა ტიპის საკითხებზე გადავიდეთ. რამე თუ ესეც უაღრესად მნიშვნელოვანია, თქვენ იცით, რომ ინვესტორი არსად არ შევა, თუ ის მოგებას არ იგულისხმებს და მოგებას არ ჩადებს ამა თუ იმ პროექტში, მაგრამ არც იმან, ვინც ინვესტორს უშვებს თავის ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არაფერი არ უნდა გააკეთოს ისე, რომ არ იყოს მისი მოგებაც გათვალისწინებული და ჩადებული. ორივე მხარემ უნდა მოიგოს. სხვაგვარად ასეთი ტიპის ხელშეკრულება ვერ გაფორმდება. ახლა რასთან გვაქვს საქმე და კონკრეტულად რას გულისხმობს აი ეს მოგების ნაწილი, ამასთან დაკავშირებით ისევ ბატონი ირაკლი კობახიძე. არის თუ არა პროექტი მომგებიანი, ამასთან დაკავშირებითაც მოვისმინეთ სპეკულაციები, ზოგადად ჩვენს ოპონენტებს უჭირთ მათემატიკა, როგორც საარჩევნო ისე საინვესტიციო მათემატიკა. ჩვენ თქვით საზოგადოებისთვის, რომ სახელმწიფოს დივიდენდი ამ პროექტიდან იქნება ჯამში დაახლოებით 2 მილიარდი ლარი. შესაბამისად, რადგან ჩვენი არის 1/3 იგელხელსის 2/3, შესაბამისად იგელხელსის დივიდენდი იქნება დაახლოებით 4 მილიარდი ლარი, რაც არის დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარი. ანუ იგელხელსი დებს ამ საინვესტიციო პროექტში ჯამში 6,6 მილიარდ დოლარს და ელოდება 1,5 მილიარდი დოლარის წმინდა მოგებას. ანუ ინვესტიციიდან ამონაგები, ეგრეთ წოდებული IRR არის დაახლოებით 23%. თქვენ შეგიძლიათ გადამოწმოთ და ოპტიმალურ ამონაგებად მიიჩნევა 25%-მდე ასეთი ტიპის დეველოპერული პროექტებისათვის. ანუ 25%-მდე თუ გაქვს ამონაგები, ითვლება, რომ ეს არის კარგი მოგება შესაბამის ინვესტორისთვის, კომპანიისთვის. ამ შემთხვევაში ახლოს არის მაქსიმალურ ზღვართან კომპანია იგელხელსის მოგება, ეს არის 23%.
აი ასე ციფრებით გველაპარაკება ბატონი პრემიერ-მინისტრი. ანუ გველაპარაკება იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ყველაფერი ეს გაწერილია, როგორც ჩანს, ყველაფერი ეს დათვლილია, დაანგარიშებულია და აი ასეთი სურათი გვაქვს ის ციფრები, რაც პრემიერ-მინისტრმა დაასახელა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ციფრები. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ მოცულობით და შესაბამისად გვაქვს პატარა ეკონომიკა. კიდევ უფრო ნაკლები ეკონომიკა იმაზე, ვიდრე შესაძლებელია რომ გქონდეს, მაგრამ განვითარების ამ ეტაპზე ვიმყოფებით, ამიტომ ჩვენი ეკონომიკა კი მართალია ზრდის პროცესია და ზრდის ტენდენცია ახასიათებს მას, მაგრამ არის მაინც საკმაოდ პატარა მოცულობის. ის ციფრები, რაც იყო დასახელებული, რა თქმა უნდა, არის შესანიშნავი, რა თქმა უნდა, არის ძალიან კარგი და აქ ამ თვალსაზრისით, რომ ეს მოგება ვიცოტავოთ, ასე ვთქვათ, ამისთვის საფუძველი არ აქვს. ახლა უფრო მეტი კონკრეტიკა ვთქვათ, მაინც რა შენდება, რამდენი შენდება და რასთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ აშენდება დაახლოებით 16,000 ბინა. დაახლოებით საერთო ფართი იქნება 1,600,000 კვადრატული მეტრი, უშუალოდ საბინაო სივრცე. აქედან დაახლოებით 7,000 ბინა სახლი აშენდება თბილისში და დაახლოებით 9,000 გონიოს ტერიტორიაზე. დიახ, აი ასეთი მდგომარეობა გვაქვს, ეს არის დამაჯერებელი, ეს არის კარგი, ეს არის მისაღები, თუ კი ასე იქნება ყველაფერი. არა გვაქვს არავითარი რეალური ხელმოსაკიდი იმისათვის, რომ თქვათ, რომ არა, ეს ასე არ იქნება. არა, პრემიერ-მინისტრი გამოდის პარლამენტის წინაშე და პარლამენტის წევრებსაც ატყუებს, მთელ პარლამენტს ატყუებს და საქართველოს მოსახლეობასაც ატყუებს. ამისი თქმისთვის კი ვიღაცა ასე ლაპარაკობს, საკუთარ თავს აძლევს უფლებას ასე ილაპარაკოს, მაგრამ რეალური საფუძველი, რეალური, რასაც აი ხელს მოკიდებდა ადამიანი და იტყოდა, რომ აი სად არის, თქვა, ძაღლის თავი დამარხული, როგორც ამბობენ ხოლმე. აი სად არის ეშმაკი ჩაბუდებული. აი ესეთ რამეს მე პირადად ჯერჯერობით აქ ვერ ვხედავ. შემდეგი პასაჟი. და მთლიანი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე იქნება დაახლოებით 11 მილიარდი ლარი. რაც არის ძალიან დიდი მაჩვენებელი გამეთანხმებით. მე მინდა შეგახსენოთ, რომ წელს პირველად ისტორიაში გადაცდება ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი, ჩვენი ეკონომიკა 100 მილიარდ ლარს. და წარმოიდგინეთ, რომ დაახლოებით ამის 10%-ია საუბარი, რასაც მარტო ერთი კონკრეტული საინვესტიციო პროექტი მოუტანს საქართველოს. არის საუბარი კოლოსალურ ეკონომიკურ მოგებაზე, რომელსაც ამ პროექტიდან მიიღებს ჩვენი სახელმწიფო. არ არის ურიგო მაჩვენებელი, არ არის ურიგო ციფრი და არ არის ისეთი რამ ნათქვამი, რომელსაც თქვათ არ დახარბდება ქვეყანა და ხალხი. თუ ასეთი რამ შემოდის, თუ კი რა ასეთი რამ ხდება, თუ მას რაღაცა გვერდითი მოვლენების სახით არ ახლავს დიდი უბედურება. ასეთ შემთხვევაში, რასაც ჩვენ ახლა ვისმენთ, ეს ყველაფერი შესანიშნავია, კარგია და მისაღებია, რა თქმა უნდა. ამას კიდევ სხვა მოვლენები ახლავს, ვთქვათ, აი სამუშაო ადგილების შექმნა და სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებული კიდევ მთელი რიგი საკითხებისა. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, შეიქმნება უშუალოდ პროექტის განხორციელების ეტაპზე 24,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და პროექტის დასრულების შემდეგ შეიქმნება უკვე 8,000-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი. მშენებლობას უზრუნველყოფენ ქართული სამშენებლო კომპანიები, ეს არის ზოგადად კომპანია Eagle Hills-ის მიდგომა. ისინი ოპერირებენ ადგილობრივი კომპანიების მეშვეობით და ისინი გეგმავენ დააკონტრაქტონ სწორედ ქართული კომპანიები და შესაბამისად ქართული კომპანიები ბუნებრივია მაქსიმალურად დაასაქმებენ საქართველოს მოქალაქეებს შესაბამისი პროექტების განხორციელების დროს. ისე იგი, აქ არ არის ის ვითარება, რომ მასობრივად შემოვლენ უცხოელები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არაბები და ისინი დაიკავებენ ამ სამუშაო ადგილებს. არ არის ამაზე ლაპარაკი, არ გვეუბნებიან ასე, გვეუბნებიან პირიქით, რომ დასაქმდებიან ქართველები და ქართველებისთვის ეს ამ თვალსაზრისით და ჩვენი მოქალაქეებისთვის იქნება მისაღები და ხელსაყრელი. ასე გვეუბნებიან და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ რამე საბუთი გვაქვს ისეთი,
რომლის თქმის შემდეგ არ დავეთანხმები და არ ვირწმუნებთ იმას, რასაც საქართველოს მთავრობა გვეუბნება, მაშინ ეს საბუთი, აი კონკრეტულად ეს საბუთი უნდა დაიდოს იმათი მხრიდან, ვინც ყველაფერ ამას ეწინააღმდეგება. ახლა კიდევ ერთი საკითხი და ძალიან სერიოზული და მტკივნეული საკითხი. იქ სასტუმროების შენდება, მაგრამ სასტუმროების პარალელურად შენდება საცხოვრებელი ფართიც და ვინ იყიდის ამ ფართს, ვისზე გაიყიდება ეს ფართი, როგორ არის ეს გათვლილი, გაანგარიშებული და რა არის ჩადებული ამ პროექტში. აჩხა მიგრაციულ გავლენას ერთერთხელ გავიხსენოთ, რომ დაახლოებით 16,000 ბინა სახლი აშენდება ორივე ტერიტორიაზე და გახსოვთ, რომ იგელჰესის დამფუძნებელმა ბატონმა ალაბარმა განაცხადა, რომ ის ვარაუდობს დაახლოებით 60%-ის გაყიდვას საერთაშორისო კლიენტებზე. ეს განცხადება ეფუძნება ამ კომპანიის პრაქტიკას და იმას, რომ კომპანიას აქვს კარგად აწყობილი მარკეტინგული ქსელი მსოფლიოს მასშტაბით. მან წარმოაჩინა ეს როგორც დამატებითი ეკონომიკური ეფექტი, რაც მეტია უცხოელი მყიდველი, მით მეტია გარედან ეკონომიკაში შენატანი. თუმცა ჩვენი მოლოდინი ამ შემთხვევაში ცოტა განსხვავებულია. საქართველოში არის დღეს ასეთი სტატისტიკა, როდესაც შენდება ბინები, დაახლოებით 80% ყიდულობენ საქართველოს მოქალაქეები და 20% ყიდულობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროექტის მაჩვენებელიც იქნება დაახლოებით იგივე, ყოველ შემთხვევაში ახლოს 80%-იან მაჩვენებელთან. ესეც არ არის ურიგო ნათქვამი, თუმცა აქ გარკვეული ეჭვის გამოთქმის უფლებას გვიტოვებს ეს ნათქვამი, იმიტომ რომ აქამდე რაც შენდებოდა საცხოვრებელი ფართი და საცხოვრებელი ბინები 80-20-ზე თქვა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა, ანუ 80% ყიდულობენ ადგილობრივები, საქართველოს მოქალაქეები, 20% იყიდება საერთაშორისო ბაზარზე, ანუ შემოდიან და ყიდულობენ უცხოელები. მე ცოტა ეჭვი მიჩნდება ამაში, შესაძლებელია ეს ციფრები მთლად დამაჯერებელი არ იყოს, იმიტომ რომ რეალობას რომ გადავხედავთ, მე მონაცემები არ მაქვს, არ დამითვლია ეს და რაღაცა დამაჯერებელ არგუმენტაციას არ წარმოგიდგენთ ახლა, მაგრამ ისე, აი თვალის გადავლებით, რაც ჩანს დღეს, ფასების მიხედვით, რაც ღირს საცხოვრებელი ფართი და რაც ღირს ბინები, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს თანაფარდობა შესაძლებელია სხვაგვარი იყოს. უფრო მეტი იყიდება უცხოელზე, ვიდრე 20%. ამიტომ მას შემდეგ, რაც ეს საცხოვრებელი ბინები და ფართი აშენდება, რასაც არაბები ააშენებენ, ვიცით, რომ ეს უფრო მაღალი ხარისხის არის, უფრო ძვირი ღირებულების არის. აქ უნდა ვივარაუდოთ, რომ ის, რაც განგვიცხადეს, 60% საერთაშორისო ბაზარზე და 40% საქართველოს მოქალაქეებზე, ესეც არ არის ფლად დამაჯერებელი. ეს ამბავი საერთოდ მოსაწესრიგებელია, საერთოდ დასარეგულირებელია. მარტო ამ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით არა, ზოგადად. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრების დონით, ჯერჯერობით ვერ შეედრებიან ვერც ევროპას და საერთოდ არ არის ის დონე, რომელიც სასურველია, საცხოვრებელი ფართის მიწოდება, საცხოვრებელი ფართით მათი დაკმაყოფილება უნდა ხდებოდეს ისე, რომ ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს ხელმისაწვდომი. დღეს ეს ხელმისაწვდომობა არ აქვს. სხვათა შორის ეს ხელმისაწვდომობა რომ გქონდეს, მაშინ ჩვენ არ გვექნება ის უბედურება, რაც გვაქვს შრომით ემიგრაციასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი ნაწილი გაქცეული რომ არის ლუკმაპურის საძებნე და სხვათა შორის მარტო პირდაპირი გაგებით ლუკმაპურზე არ არის საუბარი, აი ძირითადად ეს უკავშირდება საცხოვრებელ ფართს და საცხოვრებელ ბინებს. ამიტომ ეს საკითხი უფრო სერიოზულ დამუშავებას ითხოვს. ახლა ამ თემას ახლავს კიდევ ერთი საკითხი, ბინადრობის უფლება. ვიღაცა ყიდულობს საცხოვრებელ ფართს საქართველოში, მას ავტომატურად ეძლევა თუ არა ბინადრობის უფლება. თუ ბინადრობის უფლება ეძლევათ ამ ადამიანებს, რომლებიც ამ ბინებს შემოყვებიან, ასეთ შემთხვევაში რა გავლენას ახდენს ეს საერთო დემოგრაფიულ ვითარებაზე, საერთო სურათზე. ამისი გათვალისწინების გარეშეც ცხოვრება არ შეიძლება, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ დემოგრაფიული ვითარება, დემოგრაფიული მდგომარეობა საქართველოში არის კატასტროფული და ტენდენცია არ არის
ჩვენთვის მისაღები და ჩვენთვის გასაყრელი. ამიტომ ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი და ეს მომენტიც მე წაღავ თქვი, რომ თითქმის არაფერი გამოუტოვებია და არც გამორჩენია ბატონ პრემიერ-მინისტრს კი აი ამ საკითხსაც მან ყურადღება დაუთმო. აქაც სპეკულაციები მოვისმენთ იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ბინას ყიდულობს უცხოელი, მას ავტომატურად ენიჭება ბინადრობის ნებართვა. რეალურად ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით $100,000-ზე არის მიბული, ანუ ბინის შესყიდვაზე მიბული არის ბინადრობის ნებართვის გაცემა, თუმცა აქ სად სპეკულირებენ ჩვენი ოპონენტები. პირველი რომ ეს არ არის აროთარ შემთხვევაში ავტომატური და შესაბამის პროცედურას გადის თითოეული შემთხვევა, მათ შორის უსაფრთხოების კონტროლსაც გადის თითოეული შემთხვევა, ანუ ავტომატურად ვერავინ ვერ იღებს ბინადრობის ნებართვას. და მეორე, ისინი არ აკონკრეტებენ, რომ ეს არის მუკლებადიანი ბინადრობის ნებართვა. ისე წარმოაჩენენ საზოგადოების წინაშე, რომ თითქოს როგორც კი იყიდი $100,000-იან ბინას, შენ მუდმივად შეგიძლია იცხოვროს საქართველოში. ეს არის მუკლებადიანი ბინადრობის ნებართვა 6 თვიდან 12 თვემდე. არავითარ გარანტიას არ გაძლევს ბინის შესყიდვა იმ კუთხით, რომ შენ დარჩე საცხოვრებლად საქართველოში. კეთილი და პატიოსანი ბატონო ირაკლი, ძალიან კარგია რომ შეეხეთ ამ თემას, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც კი რომ ჩანს ის ამბავი, რომ ცოტა სხვაგვარი ვითარება გვაქვს საქართველოში. ძალიან მომრავლდა უცხო სახეები, უცხო რასა, უცხოელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან მომრავლდა ჩვენს თვალწინ ხდება ეს ამბავი. მე არ ვიცი ახლა ეს არაბული ინვესტიცია რამდენად გაზრდის ამ მოვლენას, მაგრამ წვეთი ემატებაო ნათქვამია. ჩვენ არასახარბიელო დემოგრაფიული ვითარება გვაქვს. ეს ფაქტი უკვე შეიმჩნევა. აი რომ გაისეირნოთ ჩვენს მთავარ პროსპექტებზე, დავით აღმაშენებლის პროსპექტი, რუსთაველის პროსპექტი, სხვაგან და სხვაგან თბილისის ცენტრალურ უბნებში თუ არაცენტრალურ უბნებში ჩვენ ვხედავთ რომ უცხოელი ძალიან მომრავლდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ქართველ ხალხს ისტორიულად არ გვახასიათებს, ასე ვთქვათ, სხვათა მიმართ სიძულვილი. სხვათა, ასე ვთქვათ, ფობიური დამოკიდებულება არ გვახასიათებს, მაგრამ ეს არ უნდა იქნას ისე აღქმული და ისე გამოყენებული, რომ ამ ჩვენი ტოლერანტობის გამო ჩვენ თვითონ გადავშენდეთ და ქართველი აღარ დარჩეს საქართველოში. ეს სერიოზული თემაა, სერიოზული პრობლემაა. მე კი არ საყვედურობთ რამეს. ეს ყველაფერი თქვენ არ მოგიტანიათ, თქვენ მთავრობას და თქვენს პარტიას, ასე ვთქვათ. ეს ყველაფერი მოიტანა დრომ, ეს ყველაფერი მოიტანა სისტემის ცვლილებამ, ეს ყველაფერი მოიტანა საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ საქართველოს ვითომ განთავისუფლებამ, ვითომ დამოუკიდებლობამ, რომელიც რეალურად ვერ მივიღეთ, მაგრამ მთელი რიგი პრობლემები მივიღეთ ამასთან დაკავშირებული და აქედან გამომდინარე არაბული ინვესტიციის საკითხი იქნება ეს თუ სხვა რომელიმე საკითხი მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა, ვითარება არის უმძიმესი და აქედან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ ნებისმიერ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც რაღაცნაირად ბმაშია, რაღაცნაირად კავშირშია ამ მოვლენასთან, რასაც დემოგრაფია ქვია. ახლა მინდა ერთი საკითხი კიდევ, აი მაინც ვინ არის, როგორ ფიქრობს ბატონი პრემიერ-მინისტრი, ვინ და რა ძალა არის ის, ვინც უპირისპირდება არა მარტო ამ პროექტს, არამედ საერთოდ სპეკულირებს პოლიტიკური თემებით, ეკონომიკური თემებით, სოციალური თემებით და სხვა და სხვა. როდესაც იცი რომ ასრულებ დაკვეთას და ამ დაკვეთის მიზანია საქართველოს ეკონომიკას დააგდეს 11 მილიარდი ლარი, მაგალითად, როდესაც იცი რომ ამ დაკვეთის მიზანია ბიუჯეტს დააგდეს წელიწადში 700 მილიონი ლარი, როცა იცი რომ ამ დაკვეთის მიზანია არ შეიქმნა საქართველოში 24,000 დროებითი და 8,000 მუდმივი სამუშაო ადგილი, ამავდროულად როცა იცი რომ რეალურად არავითარი არაბული ქალაქები ქვეყანაში არ შენდება, უბრალოდ არ უნდა იკადრო სპეკულაცია. არის რაღაცეები, სადაც ნაცი და ლელორო ხარ, ალტენფორო ხარ, მაშინაც კი არ უნდა იკადრო სპეკულაციები, თუმცა ჩვენ ხედავთ როგორია ამ ადამიანების მორალი. და ერთ-ერთი მათი აქტივისტი, ეგრეთ წოდებული ჟურნალისტი, გამოდიოდა თავის ეთერში და ეს რაღაცა თქვა, რომ შეიძლება სისულელე იყოსო, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ რაღაც თემა რთულია ხელისუფლებისთვის,
ბოლომდე უნდა გამოიყენო. ეს არის ამ ადამიანების მორალი. ყველაფერი კარგად იციან რომ არავითარი არაბული ქალაქები არ შენდება, იციან რომ 700 მილიონი შედის წელიწადში ბიუჯეტში, იციან რომ 11 მილიარდით გამდიდრებს ქართულ ეკონომიკას ეს პროექტი, მაგრამ მაინც სპეკულირებენ. ეს არის უცხოელი აგენტების ხვედრი და ბედი, რაც არის ძალიან სამწუხარო და ძალიან დასანანი. უცხოურ აგენტურაზე შემთხვევით არ დასვა מחვილი ბატონმა კობახიძემ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რაც ხდება დღევანდელ საქართველოში, არეულობის მცდელობა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვის მცდელობა და კიდევ მრავალი უბედურება, რომელიც პირდაპირ აი ხახა დაბჩენილი შემოუყურებს სახეში, ეს ყველაფერი აგენტურის ხელით კეთდება, უცხოეთის აგენტურის ხელით. ამიტომ მისამართი აქვს აბსოლუტურად სწორია. თუმცა ერთი რამაც უნდა ითქვას, რომ ვინც ვთქვათ სიტუაციას გამუქებულად წარმოადგენს, ანუ უფრო უარესად ვიდრე სინამდვილეში არის, ისიც სოდავს, ისიც ტყუის და ისიც მავნებლობს. მაგრამ მავნებლობს ისიც, ვინც სიტუაციას უფრო ნათელ ფერებში წარმოაჩენს და უფრო უკეთესად წარმოაჩენს, ვიდრე სინამდვილეში არის. ესეც სიცრუე და მავნებლობაა. ყველაზე სწორი, ყველაზე სამართლიანი და რაც მთავარია, ყველაზე სასარგებლო მომავლისთვის არის ის, რომ ყოველთვის ვიყოთ სიმართლის მხარეს, ყოველთვის ვიყოთ ობიექტური შემფასებლების სიტუაციისა და არ ვიქცეთ ამა თუ იმ მხარედ, არ აღმოვჩნდეთ რომელიღაც რადიკალურ დაჯგუფებაში და ასე შემდეგ. ძნელია, ძალიან ძნელია ობიექტურობის შენარჩუნება, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს ობიექტურობა მზასახით არ გვეძლევა. ჩვენ თვითონ უნდა აღმოვაჩინოთ მოვლენებში და ვითარებაში. და გარდა ამისა, როდესაც რადიკალებმა, ასე ვთქვათ, ძალიან აიშვეს თავი და დაპარპაშებენ ისე როგორც უნდათ. იქით რადიკალებიც არიან და აქეთ რადიკალებიც არიან. რა თქმა უნდა, ბალანსი სხვადასხვანაირია, მაგრამ ეს რადიკალიზმი გვახასიათებს ზოგადად ქართველებს, რადიკალიზმი, მაქსიმალიზმი და ასე შემდეგ. ამიტომ ეს პრობლემები წინა პლანზე არის წამოწეული და ასე ვთქვათ, ხშირად იკარგება ამ რადიკალურ სხვადასხვა მიმართულებას შორის ობიექტური რეალობა, ჭეშმარიტება. ჩვენ ძალიან ხშირად ხელისუფლებისგან გვესმის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არნახული აბიჯებით ვითარდება, ციფრები ისეთია მოტანილი, რომ თითქოს არც ერთ ქვეყანაში არ არის, არც ევროპაში, არც ამერიკაში, არც სხვაგან შედარებებია გაკეთებული. მოგვისმენი ეს ყველაფერი, ხომ? ისეთი, რომელიც აი ამ ტენდენციის საჩვენებლად გამოდგება და რაღაც, მაგრამ ხალხა რეალურად მთლად ასე რომ არ არის ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა, ვიცით ალბათ ყველა. წეგან ვთქვი, რომ აი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ბევრი რამ მეთქი და მათ შორის ეკონომიკის საკითხიც ჩანს შეუიარაღებელი თვალით. ერთია ტელეეკრანი, რაც გეუბნება და მეორეა გამოღებული მაცივარი, რაც გეუბნება. ხელს რომ ჩაიყოფ ჯიბეში, აი ის ჯიბე რაც გეუბნება. და ჯიბესა და მაცივარში ბევრი არაფერი შეცვლილა ისეთი, რომ ვაშაო ვიყვიროთ და გვეშველა და გავედით ფონსო, რომ თქვათ. ჯერჯერობით ასეთი არაფერი მომხდარა. სხვათა შორის პარლამენტზე, პარლამენტის წინაშე გამოსულმა პრემიერ-მინისტრმა ეს დაადასტურა. თქვენ იცით, რომ ჩვენი ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდება. გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენი ნომინალური ეკონომიკა დოლარში გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. გვაქვს ევროპაში ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი, საშუალო მაჩვენებელი არის 9.7% 2021 წლიდან მოყოლებული, წელსაც გვაქვს თითქმის 8%-იანი ზრდა. მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ამ ტემპის შენარჩუნება. ჩვენი ეკონომიკის განვითარების დონე ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია. პირველად გადასდება ერთსულ მოსახლეზე ჩვენი ეკონომიკა $10,000 წელს პირველად ისტორიაში. თუმცა ჯერ კიდევ ჩამორჩებით მაგალითად ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას, ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც კი დაახლოებით 30-40%-ით. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ შარშანდელი მონაცემებით სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ იყო 9.4%.
ეს ნიშნავს იმას, რომ 350,000 ჩვენი თანამოქალაქე ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბეში. სხვა დროს ასეთი გულახდილობა არ შეგვიმჩნევია, არ შეგვიტყვია ხელისუფლების მაღალი წრეებიდან და თუმეტეს მთავრობის თავმჯდომარის პირიდან ნათქვამი. დღეს მეტი გულახდილობა იყო. არც ისე ბრწყინავს თურმე ჩვენი ეკონომიკა. სიღარიბის მაჩვენებლის მიხედვითაც არც თუ ისე ბედნიერები ვართ თურმე და ასე შემდეგ და ჩამოვშებით 30-40% თურმე ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც კი. ასე რომ რთულია ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა. ახლა რატომ დასჭირდა პრემიერ-მინისტრს ასეთი გულახდილობა? სხვა დროს რომ არ შეგვიტყვია მისთვის ისეთი გულახდილობა ეკონომიკის მდგომარეობასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ეთქვა ამგვარი ინვესტიციებისთვის უარის თქმის უფლება არ გვაქვს თუნდაც ჩვენი ეკონომიკიდან გამომდინარე. დიახ, ახლა რასაც მოისმენთ, იმის სათქმელად აღიარა ის, რაც აღიარა წევა. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ხელისუფლების და ნებისმიერი პასუხისმგებლობით გამშვალული მოქალაქის ერთ-ერთი მთავარი ინტერესისაგანი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება და ზრდის ტემპის შენარჩუნება, ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. ასეთ პირობებში ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რაიმე ტიპის საინვესტიციო პროექტზე ვთქვათ უარი, მით უმეტეს, როდესაც საუბარია სრულიად უნაკლო პროექტზე, რომელსაც არავითარი მინუსი არ ახლავს თან. აი, ასეთი არის ეს მდგომარეობა. დიახ, უარის თქმა ამგვარ პროექტებზე, ამ მასშტაბის ინვესტიციაზე არც ისე ადვილია. ამიტომ ჩვენც მოავყვებით თქვათ იმ ყიჟინას, რომელიც გვესმის სხვადასხვა ტელეარხიდან, ქუჩიდან და ასე შემდეგ. მოავყვებით ამას ყველაფერი ობიექტურად უნდა გამსაჯოთ. დიდ გერმანელ ფილოსოფოს ჰეგელს აქვს ასეთი რამ ნათქვამი. არსებობს სუბიექტური ობიექტურობა და არსებობს ობიექტური სუბიექტურობა. ობიექტურობა როგორც ასეთი, აი მე მინდა ვიყო ობიექტური და ვარ ობიექტური, ეს ცოტა ძნელი მისაღწევია. შენს ობიექტურობაში ყოველთვის გაერევა რაღაც სუბიექტური. მე ახლა ვცდილობ ვიყო ობიექტური, მაგრამ სუბიექტურსაც ბოლომდე ვერ გავექცევი, იმიტომ რომ სუბიექტი ვარ და ჩემი თვალებით ვხედავ რაღაცას, ჩემი ცნობიერებით აღვიქვამ რაღაცას და ჩემი ყურებით ვისმენ რაღაცას. ამიტომ ჩემი დამოკიდებულება ობიექტური თუნდაც მაინც სუბიექტურთან არის წილნაყარი და სუბიექტურით არის გაჯერებული. აი ამ ჩემი სუბიექტურ ობიექტური მიდგომიდან ამ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით მეც მაქვს გარკვეული შეკითხვები, უკვე ვთქვი გარკვეულ პუნქტებთან დაკავშირებით ის რაც არის. მეც მაქვს სურვილი ბევრი რამ უფრო შევიტყო, უფრო დავაზუსტო და ასე შემდეგ, ისევე როგორც ნებისმიერ თქვენგანს და ამ შეკითხვებს მე ვსვამ, თუმცა იმასაც ვცდილობ, რომ ხარედ არ ვიქცე და არც იქით აღმოჩნდე და არც აქეთ აღმოჩნდე. მით უმეტეს არ მინდა აღმოჩნდე ამ პროექტის მოწინააღმდეგეთა შორის, იმიტომ რომ ვხედავ ვინც არიან ისინი. მე ცოტა ზემოთ ვთქვი, რომ მითხარით ვინ არის მეგობარი შენი და მე გეტყვი ვინ ახარ შენ. ანუ ვის გვერდით გახარ, სად დგები, რომელ პოზიციას იზიარებ და ვის პოზიციას ემხრობი. აი ამის გათვალისწინება არის აუცილებელი. თუ გადავხედავ იმ რეალობას, რასთან გვაქვს საქმე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, თუ ვინ ებრძვის ქართულ ოცნებას და საქართველოს დღევანდელ მთავრობას. ასეთ შემთხვევაში, როგორ კითხვის ნიშნებსაც არ უნდა ვსვამდე თუნდაც ამ ერთ კონკრეტულ ინვესტიციასთან დაკავშირებით, მაინც მიჭირს იმ პოზიციის გაზიარება, რომელსაც მოწინააღმდეგეთა პოზიცია ქვია, იმიტომ რომ ვხედავ ვინც არიან ისინი და რა კატეგორიის ადამიანები არიან და რა ძალები არიან, რაც თავარია ადამიანებს კიდევ თავი დავანებოთ. რა ძალებია, რა ორგანიზებულობაა იმ ძალებში, რომლებიც ყველაფერ ამას ებრძვიან და უპირისპირდებიან. აი მე მინდა გაჩვენოთ ერთი კაცი, რომელიც არის ძალიან დიდი
წარმომადგენლობითი პერსონა, იმიტომ რომ ელჩია ერთ-ერთი ევროპული ქვეყნისა, კონკრეტულად გერმანიის, რომელიც იქცევა ძალიან ცუდად. იმდენად ცუდად იქცევა, რომ მისი გაძევების საკითხიც უნდა დამდგარიყო აქამდე, მაგრამ ეს საკითხი ასე არ დადგა, თუმცა საქართველოს მთავრობამ, შესაბამისმა სამინისტრომ გამოთქვა გარკვეული უკმაყოფილება მის ქცევასთან დაკავშირებით. გერმანიასთან იყო რაღაც კონტაქტი, იყო რაღაც კონსულტაცია ამის შესახებ და მოხდა ისე, რომ ეს კაცი დროებით კონსულტაციისთვის, როგორც ამბობენ ხოლმე, გაიწვიეს. აი ეს გერმანიის ელჩი საქართველოში, ბატონი ფიშერი. ის დაბრუნდა იქიდან და ერთ-ერთ დასავლურ მედიას მისცა ინტერვიუ და ძალიან საინტერესოა ამ ინტერვიუს ერთი ფრაგმენტი, რომელიც ახლა მინდა შემოგთავაზოთ, მაგრამ თქვენ ეს გაიაზრეთ იმ კონტექსტში, რის შესახებაც უკვე გესაუბრეთ, აი აქვე ამ შესავალში, ამ სიუჟეტისა, რაც ვთქვი, რომ ვინ არიან ის ძალები, რომლებიც დღევანდელ ხელისუფლებას, დღევანდელ მთავრობას და აქედან გამომდინარე საქართველოს და ქართველ ხალხსაც უპირისპირდებიან. აი ერთ-ერთი მათგანი, ბატონი ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში. მე დამაბრუნეს უკან მისიით, რომ მეთქვა, გამემართა საქართველოს მთავრობისთვის, რომ გაფართოების შესახებ შეთანხმება ნიშნავს, რომ არსებულ პირობებში, არსებული კურსით არ არსებობს ევროპული მომავალი საქართველოსთვის, მინიმუმ ევროკავშირის წევრობის თვალსაზრისით. წერტილი. ხომ გაიგეთ რას გითხრა ამ კაცმა, გერმანიიდან დაბრუნებულმა მეო დამაბრუნეს საქართველოში იმისთვის, რომ გითხრათო, არავით არის პერსპექტივა ამ პოლიტიკით და ამ კურსით, რაც თქვენ დღეს გაქვთ აღებული, ევროკავშირის წევრობაში ევროკავშირის წევრობისა არა გაქვთ. ეს გითხრა გერმანიიდან დაბრუნებულმა კაცმა, რომლის მიმართაც გაისმოდა ძალიან ბევრი საყვედური საქართველოში. ანუ რაც მე მithქვამს ბევრჯერ ის დაადასტურა ამ ბატონმა ახლა კერძოდ რა, რომ ფიშერი კი არ ებრძვის საქართველოს მთავრობას და ხელისუფლებას და ქართველ ხალხს. ფიშერს დავალება აქვს მიღებული, საერთოდ ელჩები მოგეხსენებათ ეს, რომ ელჩები თვითნებურად არ მოქმედებენ ხოლმე. ძალიან გამოუცდელი და ძალიან სულელი თუ არ არის ელჩი, ამას არც ერთი ელჩი არ აკეთებს. ელჩს აქვს გარკვეული სამოქმედო პროგრამა, გარკვეული დავალებები, ის წარმოადგენს ამა თუ იმ ქვეყანას, ამა თუ იმ ქვეყანაში და იქცევა იმ დავალებების შესაბამისად, რომელიც მას აქვს მიღებული. ანუ ის, რასაც აკეთებს ბატონი ელჩი საქართველოში, რომ ის სახელმწიფო გადატრიალების მზადების პროცესში აქტიურად არის ჩართული, რომ ის ებრძვის საქართველოს მთავრობას, ის ებრძვის საქართველოს ქართველ ხალხს, საქართველოს მომავალს, ეს ყველაფერი მთავრობის მიერ აქვს დავალებული, გერმანიის მთავრობის მიერ და ეს პირდაპირ დაადასტურა ამ კაცმა, ასე რომ სხვა სიურპრიზებსაც არა მარტო ამ ელჩისგან, არამედ ევროპული სახელმწიფოების სხვა ელჩებისგან, რა თქმა უნდა ელოდეთ. აი ეს ერთი კონკრეტული პერსონა და ეს ერთი კონკრეტული ძალა გიჩვენებთ თუ ვინ ებრძვის საქართველოს მთავრობას დღეს და ვინ დებს სასწორზე აი ამ არაბულ ინვესტიციასაც და ვინ ამზადებს პროვოკაციებს ამ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით. აი ეს კატეგორია და ეს ხალხი ესენი. ახლა მე მინდა შიდა ძალები წარმოგიდგინოთ. თქვენ იცით რომ რამდენიმე დღის წინ ევროპულმა სასამართლომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ ევროპის ნებისმიერი ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ვალდებულია LGBT საკითხთან დაკავშირებით გაიზიაროს ის საერთო ტენდენცია, რაც არსებობს ევროპაში. ანუ LGBT თემს უნდა დაუჭიროს, ეგრეთ წოდებულ თემს უნდა დაუჭიროს მხარი ნებისმიერ შემთხვევაში, ქორწინებას უნდა დაუჭიროს მხარი აი ამ LGBT შიგნით და ერთნაირ სქესიანთა შიგნით და ასე შემდეგ მთელი უბედურება. მოკლედ გათქვეს თავისი თავი ბოლომდე, მოახდინეს თვით ლუსტრაცია. აი ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ქილიკობენ ამ თემით, კაცებს გაათხოვებენ თურმე ქართველ კაცებს და ამიტომ ეშინია და ჰაჰაჰა და ჰიჰიჰი და სიცილი და ხარხარი და ქირქილი ამ თემასთან დაკავშირებით. ამას ხომ აკეთებენ ქართველები. ახლა ნახეთ პატარა კოლაჟი ამასთან დაკავშირებით, ვინ რა და როგორ.
სისულელეა. ქართულ ოცნებას დიდი პროპაგანდისტი ამ საკითხს არყავს. ეს არის სრულად რუსული პროპაგანდა. არის გამოგონილი ეს ფაქტები. ქართულმა უწევთ წამოიწყო კიდევ ერთი წინასაარჩევნო საცირკო წარმოდგენა. ორი და სანახაობა არის ის, რაც ქართული ოცნება ცდილობს შესთავაზოს საქართველოს მოქალაქეს. გამოგონილ პრობლემებს ასახელებს პრიორიტეტად. ეს არის სპეკულაციური და პროპაგანდისტული. ნუ იტყუებიან ისინი. ვითომ პრობლემა წარმოაჩინეს. ქართულმა ოცნებამ პარალელური სამყარო გამოიგონა. თითიდან გამოწვეული თემებით манипулირება. მე ძალიან გამიჭირდება უფრო გათახსირებული ადამიანი წარმოვიდგინო უბრალოდ. არა თუ წარმოვადგინო საზოგადოების წინაშე, არამედ თვითონ წარმოვიდგინო, ვიდრე აი ეს კონკრეტული პიროვნებები არიან. როდესაც ამას ამტკიცებს და ამას ლაპარაკობს ქართველი კაცი. ის არის უტიფარი, ის არის უნამუსო და ის არის გარეცხილი ყოველგვარი ადამიანურისა და ღვთაებრივისგან, იმიტომ რომ ამას რამე სპეციალური დანახვა ხომ არ უნდა. ეს ხომ ჩანს, ეს ხომ პირდაპირ ფანჯრიდან და კარიდან ძვრება, ყველა ჭუჭულტანიდან ძვრება და გვეუბნება, რომ დასავლეთის იდეოლოგია, ვიდრე ტრამპი მოვიდოდა ხელისუფლებაში, კი ის აღუდგა ყველაფერ ამას, მაგრამ დასავლეთის იდეოლოგია, ეს არის სწორედ აი ეს LGBT თახსირობა. თქვენ არ გახსოვთ LGBT ფერებით შეღებილი თეთრი სახლი ვაშინგტონში? ხომ გახსოვთ არა? თქვენ არ გახსოვთ თქვათ ეიფელის კოშკი როგორ შეღებეს და სხვადასხვა ოფიციალური დაწესებულებები როგორ შეღებეს LGBT ფერებში, იმიტომ რომ ეს არის მათი იდეოლოგია. იდეოლოგია შემოაცვდათ ტანზე. აღარ აქვთ იდეოლოგია, აღარ აქვთ სული, აღარ აქვთ კულტურა. თავიანთ სიბინძურეში ჩაიხრნენ უკვე და რაღაცა იდეოლოგია რომ კონდეთ ჩამოეკიდნენ ვითომ ადამიანის უფლების დაცვას. ადამიანის უფლებები ვლინდება მილიონ სფეროში. იმ მილიონიდან მარტო ეს აღმოაჩინეს. ლესბოსელი, გეი და აი ეს რაღაცა წყეული კასტა, რომელსაც ჩამოეკიდნენ და რომლის პროპაგანდირებას ცდილობენ და რომელიც უნდათ რომ მთელ მსოფლიოში მოიფინოს. ამას რომ ქართველი კაცი ასე ღიად მხარს დაუჭერდა, თან იტყვის რომ ქოცია თურმე ამის პროპაგანდისტი, რომ რუსეთია ამის პროპაგანდისტი, სადაც აკრძალულია, ოფიციალურად აკრძალულია ყოველგვარი LGBT პროპაგანდა. თურმე რუსეთია პროპაგანდისტი, ქოცია პროპაგანდისტი, ქოცი რომელმაც კონსტიტუციაში ჩაწერა, ღარიბაშვილის დროს მოხდა ეს სხვათა შორის, ჩაწერა ის რომ ოჯახი ეს არის ქალის და კაცის ურთიერთობა. აი თურმე ეს ქართული ოცნება, მმართველი პარტია ამ ვაჟბატონებისა და ქალბა აი ამ თახსირი პიროვნებების მიერ გაცხადებული. ეს არის თურმე ქართული ოცნების ტრენდი და მისთვის დამახასიათებელი რამ. უტიფრობის მაქსიმუმია ეს ყველაფერი. აი ეს ხალხი ებრძვის საქართველოსაც, ქართველ ხალხსაც და სხვათა შორის იმ არაბულ ინვესტიციასაც. აი ამათთან დგომა მე პირადად არ შემიძლია. ამიტომ არაბულ ინვესტიციასთან ბრძოლა ამათთან ერთად და ამათ წისქვილზე წყლის დასხმა მე პირადად ნამდვილად გამიჭირდება. თქვენ რა თქმა უნდა გაქვთ სრული უფლება თვითონ გადაწყვიტოთ. საით რა, როგორ და რა ნაბიჯებით, მაგრამ მე პირადად ამ ადამიანების გვერდით აი ამ საკითხშიც ვერ დავდგები და არ დავდგები. აი კიდევ ერთი მაგალითი თუ ვინ ებრძვის ქართულ ხელისუფლებას, საქართველოს მთავრობას ქვეყნის გარეთ. გამჭირვალობა მნიშვნელოვანი უნდა იყოს მხოლოდ მათთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე საქართველოსთვის კი არა. ამით დგომის ავტორები რომ კონკრეტული ევრობიუროკრატები არიან, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რადგანაც საქართველოში 2 წლის წინ მიღებული კანონის შემდეგ ახლა უკვე ევროსტრუქტურებმა უცხოური ფინანსების გამჭირვალობის მნიშვნელობაზე ღიად ალაპარაკდნენ და პირველი ნაბიჯიც გადადგეს. მართულ გუნდს ისიც კარგად ახსოვს, თუ როგორ ცდილობდნენ უცხოელი პოლიტიკური აქტორები უცხოური ჩარავებისაგან ქვეყნის დასაცავად მიღებული კანონი რუსულად მოენათლად, ახლა კი თავად ამ გზაზე დგანან. ესე იგი, რას გვეუბნებიან, ჩვენ გვჭირდება ეს კანონი და ჩვენ უფლება გვაქვს, რომ მივიღოთ, გავამძაფროთ, გავამწვავოთ და ასე შემდეგ. თქვენ შესაძლებელია გჭირდებათ, მაგრამ თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ ეს კანონი მიიღოთ. მით უმეტეს ამ კანონით შემდეგ რაღაცა ცვლილებები შეიტანოთ და ან გაამძაფროთ, ან გაამწვავოთ და ასე შემდეგ. თქვენ არ გაქვთ იმის უფლება, რისი უფლებაც მე მაქვს. ამას მე გეუბნებით, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ,
იმ ევროპაშიც არიან ადამიანები და დეპუტატები, რომლებიც ამას ღიად ამბობენ. სინამდვილეში, როდესაც ამ კანონპროექტს გავეცანი, მივხვდი, რომ მსგავსი კანონი ბევრ ქვეყანაში არსებობს და როდესაც ისეთმა სახელმწიფომ, როგორიც არის მაგალითად საქართველო, მიიღო ანალოგიური კანონი, ევროპაში სკანდალი დაიწყო, რადგანაც როგორც ყოველთვის არსებობს ორმაგი სტანდარტი და ერთგვარი თვალთმაქცობა. ფაქტობრივად, ჩვენ ახლა ვაკეთებთ თითქმის იგივეს, რაც თქვენ გააკეთეთ საქართველოში 2 წლის წინ. მთავარი განსხვავება ის არის, რომ როცა ეს მოხდა საქართველოში, ევროპულმა ინსტიტუტებმა გითხრეს, რომ ეს ძალიან ცუდია და უნდა გააუქმოთ კანონი. ევროპაში ბევრი რამ არალოგიკურია. ეს დაახლოებით ასე ჟღერს. არ გააკეთო ის, რასაც მე ვაკეთებ. დღეს ევროპაში გარკვეული პარანოია არსებობს. ფიქრობ, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიისთვის საქართველოში, ევროპისთვის, საფრანგეთისთვის. სწორედ ამიტომ მე არ მქონია რეაქცია, როცა საქართველო მიიღო ასეთი ტიპის კანონები. და ამიტომ არ გავუცდი ახლაც, როცა ევროპამ შემოგთავაზა მსგავსი რეგულაცია. კვლავ ვიმეორებ, ჩვენ არ ვართ მის წინააღმდეგ. უბრალოდ უცნაურია, როცა ადამიანები, ვინც დღეს მხარს უჭერს ამ კანონს ევროპარლამენტში, აცხადებენ, რომ იგივე კანონი სხვა ქვეყანაში მეუღებელია. ჩვენ ვნახეთ ის კატეგორია გარეთ ვინ გვერდზვის და ჩვენ ვნახეთ ის კატეგორიას შიგნით ვინ გვერდზვის, მაგრამ კიდევ გავაგზავნოთ ძიება ამ მიმართულებით. აი კიდევ ვინ არიან ისინი, ვინც შიგნით გვერდზვიან და გვერდზვიან დაუღლელად და დაუნდობლად. ბოლოს ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ის ამ $1 მილიარდ დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას, საქართველოს დააბრუნებს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე და ამ ქვეყანას დაუბრუნებს სიმშვიდეს. აი ეს ხალი პროკურორის ენით კი არ ლაპარაკობს, არამედ ლაპარაკობს დასავლეთის პროკურორის ენით. დასავლეთის იმ ძალების გავლენით და იმ ძალების შესაბამისად, რომელსაც ის მიეკუთვნება და ვინც მას აფინანსებს და მხარს უჭერს, ლაპარაკობს ამ თემაზე და ეს გახლავთ ის თემა, რომ ვიცით ჩვენ ივანიშვილს როგორ ძარცვავენ. რამდენი წაართეს და რამდენი წართმევას უპირებენ კიდევ. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესებს ის იგებს. სასამართლო პროცესებს იგებს, მაგრამ იმ უზარმაზარ კაპიტალს, რომელსაც სხვა დაეპატრონა, რაღაცა საბანკო მაქინაციებით, პოლიტიკური მაქინაციებით, სანქციებით და 1000-ვარი ვირეშმაკობით. სხვა რომ დაეპატრონა და რომ ართმევენ, აი იმას მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესს იგებს, ბიზინა ივანიშვილს არ უბრუნებენ. არ უბრუნებენ იმიტომ, რომ ბიზინა ივანიშვილს გამოაცალონ საყრდენი. რომ ბიზინა ივანიშვილს არ ქონდეს შესაძლებლობა გადადგას მაგალითად ის ნაბიჯი, რასაც ქვია საქართველოს გადამრჩენელი ნაბიჯი. რასაც ქვია ნაბიჯი, რომლის შესაბამისადაც საქართველოს არ ჩაერთო რუსეთთან ომში. არ გახსნა მეორე ფრონტი უკრაინის პარალელურად და არ დაღუპა საკუთარი ქვეყანა და საკუთარი ხალხი. აი ამისი შესაძლებლობა რომ წაართვან ივანიშვილს, ამიტომ იღებენ ის ვაჟბატონები იმ მძარცველურ გადაწყვეტილებას, იმ ყაჩაღურ გადაწყვეტილებას, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ არის გამოყენებული და ახლა ეს ხალი ნახეთ, რა ენით გველაპარაკება. ხომ ჩანს აქ რომ ეს იმის ნაწილია, იმისი რუპორია, იმისი აგენტია, იმისი მეხუთე კოლონაა. უფრო რბილი სიტყვა თუ უნდა ვთქვათ, იმათი წარმომადგენელია. საქართველოს მტრების წარმომადგენელია საქართველოში. აი ამ ერთი განცხადებიდანაც ჩანს. ახლა უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენ უკრაინაზე ვისაუბრებთ დღეს, რა თქმა უნდა, ეს ურთულესი თემაა, მაგრამ უკრაინასთან დაკავშირებით ერთი პარალელი, რომელიც ქართველმა ერთ-ერთმა მათმა აგენტურის წარმომადგენელმა რაც იკადრა, ამას მოგასმენინებთ აქვე, იმიტომ რომ აი ეს ძალები არიან ისინი, რომლებიც უპირისპირდებიან არაბულ ინვესტიციასაც და საერთოდ საქართველოს მთავრობის ნებისმიერ გადაწყვეტილებას უპირისპირდებიან არა ქვეყნის ინტერესების სასიკეთოდ და საკეთილდღეოდ და დასაცავად, არამედ პროვოკაციულად. აი ეს ვაჟბატონიც. უკრაინისთვის ყველაზე ცუდი ვარიანტი ამ მოდელშიც კი, ხო, 28 პუნქტიანში რა არის? რომ დაკარგავენ ტერიტორიებს, მაგრამ ინარჩუნებენ სუვერენიტეტს უსაფრთხოების გარანტიებით, ხო? და ევროპის ნაწილი ხდებიან ფაქტიურად, ხო? და ჩვენ ტერიტორიების დაკარგული გვაქვს და რუსეთის იმპერიის ნაწილი ხდებით. ეს არის ფუნდამენტური განსხვავება, მეტი არაფერი.
აი ამ ბითურკაც რომ მკითხო, თურმე ჩვენ უკრაინაზე უარეს მდგომარეობაში ვართ. წარმოგიდგენიათ სახელმწიფო, როგორი წარმოსადგენია მსოფლიოში სახელმწიფო, რომელიც უკრაინაზე უარეს ღაზას სექტორი შეიძლება წარმოვიდგინოთ ან ვინ რაღაც აი ესეთი უბედურება. საქართველოს როგორ შეიძლება უკრაინაში ადარო და უკრაინა უფრო კარგ მდგომარეობაში წარმოვიდგინო, ვიდრე დღევანდელი საქართველოა. ეს ამას მტრის მეტი, მოღალატის მეტი და აგენტის, სხვისი აგენტის გარდა ამ განცხადებას კაცი როგორ გააკეთებს. ამას როგორ იკადრებს ადამიანი, მაგრამ კადრულობენ ესენი და რა ვქნათ ეს სიგიჟესთან და ფსიქიატრიასთან არის წილნაყარი, აი ეს ყველაფერი. რაც ახლა ჩვენ გვესმოდა ქართველებისგან განსაკუთრებით ამ ბოლო ნაწილში და რა კი ამ თემას მივადექით, აქ ცოტა ამოვისუნთქოთ შინაგანად და შემოგთავაზებთ რუბრიკას ფსიქიატრიის რენტგენი. რაკი უკრაინის კრიზისზე იყო ლაპარაკი, რაკი ჩამოვარდა ეს კი არ ჩამოვარდა მივადექით ამ თემას. მინდა შემოგთავაზოთ აი ბოლო დროს ჩვენი ხშირი სტუმრის თამარ კვარაცხელიას ერთი სიუჟეტი. მოგესალმებით. ეთერშია ნოვოსტის ახალი გამოშვება და მე მისი წამყვანი თამარა კვარაცხელია ვარ. როგორც ჩანს, უკრაინის ომი დასასრულს უახლოვდება. ფინალი ისეთია, როგორიც მოსალოდნელი იყო ომის პირველივე დღიდან. უკრაინა დაიშალა. 28 პუნქტიანი გეგმა უკვე უკრაინის არალეგიტიმური პრეზიდენტის მაგიდაზე დევს და მას დიდი ალბათობით მასზე ხელისმოწერაც მოუწევს. ანუ გამოდის, რომ მან მილიონი უკრაინელის სიცოცხლე არაფერს შესწირა, სრულიად არაფერს. უფრო სწორად, შესწირა ნატოს აკვიატებულ იდეას, შესწირა თავის პატრონებს და რაც თავარია შესწირა მის უკიდეგანო და ულიმიტო გამდიდრებას. უკრაინის არალეგიტიმური პრეზიდენტი რომ ბოროტი ძალის წარმომადგენელი, ამაზე საუბარიც კი არ ღირს. საუბარი ღირს სლავა უკრაინელებზე, აი ამ ადამიანებზე, უკრაინული ჭინჭები რო აქვთ გადმოფენილი საკუთარი აივნებიდან და ავატარებზე რომ სოციალურ ქსელებში ლურჯ ყვითელი ფონები აქვთ დაყენებული. შუბლის ძარღვ გაწყვეტილი ევროპარლამენტარების, საქართველოში მოღვაწე ასოების და ირაკლი ტაბლიაშვილის გასასულელებელი რომ აღმოჩნდები ადამიანი, რომელმაც სასურველი რეალობა შემოგასაღა და შენ დღესაც ბესი ძახი რაღაცაზე არ უნდა დაფიქრდე? ამ ხელშეკრულებას დღეს რომ მოაწეროს 27-ში რომ მოაწეროს ხელი პრეზიდენტმა ზელენსკიმ, მაშინ უნდა ვთქვათ რომ უკრაინა გამარჯვებულია. რუსეთი მარცხდებაო, რუსეთის ჟანგიანი ტანკები უკრაინაში ჩარჩნენო და ზელე მოსკოვს აიღებსო რომ იძახდნენ და თქვენი მოაზროვნეები და თქვენი ძახდით ისევ ბეს. რა ვიცი აბა, ახლა მეტყვით არ იძახდნენ ჩვენი მოაზროვნეები ამას და მხოლოდ რეალობას გვიყვებოდნენ და გვეუბნებოდნენ. აი ნახეთ უკრაინაში ომის დაწყებიდან რას ბოდიალობდნენ თქვენი გენიოსები. ყველაფერი ეს ზედაპირზე. უკრაინა იმარჯვებს, რუსეთი მარცხდება. აგებს ეს რუსეთი, ქოცებო, აგებს რუსეთი, აგებს, მარცხდება, თქვენ უბედურებო. როგორ მარცხდება, იცით პუტინი? ფსკერამდე მარცხდება. აი ფსკერზე ჩავხედავთ და იქ დავინახავთ. უკრაინასთან ომს უკვე ცხადად აგებს. რუსეთი მარცხდება, უკრაინა გაიმარჯვებს. ყველამ უნდა იცოდეს, მეგობრებო, რომ რუსეთი მარცხდება უკრაინაში. რუსეთის ფედერაცია მარცხდება და აუცილებლად დამარცხდება. პირადად პუტინი და რუსეთი ამ ისტორიულ ომში მარცხდება და მე მინდა გითხრათ, რომ რუსეთი მარცხდება უკრაინაში. ფაქტია, რომ რუსეთი მარცხდება ამ ომში და ეს პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენ მომავალთან. ეს იქნება რუსეთისთვის ჩემი აზრით უფრო მომგებიანი, იმიტომ რომ ის ისედაც მარცხდება და ამ შემთხვევაში ის მარცხდება უკრაინასთან. უკრაინა დღეს არის ნომერ პირველი ევროპაში სამხედრო პოტენციალის მქონე სახელმწიფო, რომელიც ამარცხებს აი მონსტრს. რუსულ აი ამ ბორდას მეომრებიც როგორც აღმოჩნდა ვერ არიან, რა ბიჭები რა და არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის. იმიტომ რომ რუსეთი მარცხდება. რუსეთი ეგუება რომ მარცხდება უბრალოდ რაღაც ბოლო გაფართხალებებს აკეთებს. რუსეთი უკრაინაში ეხა აგებს ომს. რუსეთი აგებს ომს. ძიმედ. ახლა უკრაინა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს. ან ღირსების დაკარგვა, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი, ან რთული 28 პუნქტი, ან უკიდურესად რთული ზამთარი. ახლა კი ვიდრე ჩემს კომენტარებში შემოხვალთ და ისევ ბეს დაწერთ, იქნებ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაფიქრდეთ. ვიცი რომ არ არის ახლა ეს თქვენი ძლიერი მხარე, თუმცა ეცადეთ უბრალოდ. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. მამლის ყივილამდე ტრამპმა საკუთარი სიტყვები შეიძლება უარყოს. თუმცა ეს ახლა მოხდება თუ მომავალში, უკრაინისთვის ფინალი ის იქნება, რა ფინალიც ფაქტია რომ უკვე დადგა. თუმცა არა,
ფინალი შეიძლება ბევრად უარესიც აღმოჩნდეს და ამას ვეღარც თქვენი აიუნებიდან გადმოფენილი დროშები უშველის, ვეღარც კლავიატურაზე თქვენი კაკუნი და ვეღარც თქვენი ბე. აი ასე მთელი გალერეა გიჟებისა წარმოდგენილი. მე მგონი ეს ადამიანები ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ყოველი მათგანი, მაგრამ რომ აღარ იქნებიან, რომ სწავლენ ამ ქვეყნიდან, მათი ტვინები უნდა გადაეცეს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს შესასწავლად. როგორ არის ტვინი მოწყობილი, რომ აი ამ ენით ლაპარაკობდეს ადამიანი. აი ასეთი წარმოდგენები ქონდეს საგნებსა და მოვლენებზე, როგორც თქვენ ამ სიუჟეტში ეხილეთ. კიდევ ერთი წარმომადგენელი ფსიქიატრიის რენტგენის. Ukraine peace plan is not my final offer. Американец, бля. ახლა ძალიან გვიანია ჩემთვის, მაგრამ თავის დროზე რომ მესწავლა ეს ოხერი ინგლისური. ხომ გავიგებდი რას ლაპარაკობს ამ ენაზე ბატონი ტაბლიაშვილი. სამწუხაროდ არ ვიცი ინგლისური და დამაგვიანდა ძალიან. ახლა მინდა კიდევ მორიგი ჩვენი პაციენტი შემოგთავაზოთ. ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ეს რიგით რუსეთომებს წარმოუდგენია. ყველაფერი გაცილებით რთულად და საინტერესოდ ვითარდება. აქვე დავამატებ ჩვენი ანებისთვისაც. მართალია რომ ტრამპი არ გიყვართ და არ ენდობით, მაგრამ ჯერჯერობით ის და მისი ადმინისტრაცია გაცილებით ეფექტურად ახერხებს რუსეთის დასუსტებას, ვიდრე ამას წინა ბაიდენის ადმინისტრაცია ახერხებდა. თავარი ხაზი კი რა თქმა უნდა რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლაზე და ნავთობით ვაჭრობის შეზღუდვაზე გადის. ცნობისთვის, ამერიკელები ყველა იმ სქემის აღმოჩენაზე და აღკვეთაზე მუშაობენ, რითიც რუსეთი ნავთობის გაყიდვას ახერხებს. სულ რამოდენიმე დღის წინ ამერიკულმა გემებმა ვენესუელაში მიმავალი რუსული ნავთობტანკერები გააბრუნეს უკან რუსეთში. გაშიფრული სქემის მიხედვით, ვენესუელელები რუსულ ნავთობს თავისად ასაღებდნენ და შემდეგ ყიდდნენ. ასე რომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და უკრაინას უსურვოთ ღირსეული გამარჯვება. აბატონო, დაშალა ამ კაცმა რუსეთი 2 წუთში, უკრაინის გამარჯვება გამოაცხადა როგორც გარდაუვალი რამ და ეჭვიც არ შეუტანია იმაში, რომ მის ფსიქიკაში ყველაფერი დალაგებული არ არის. ახლა ქალბატონთა გალერეაც შემოვიყვანოთ. აი ერთ-ერთი ეგზოტიკური პერსონა. მეგობრებო, აი ეს ჭყვიტინა მამალი ქათამი თუ ბატიროა. სად შეიძლება რო ვიყიდო? ან თუ მაჩუქებთ, მადლობელი დაგრჩებით. დღეს ვიქნები აქციაზე და თუ ვინმე ზედმეტი გაქვთ, ძალიან მჭირდება. მე გეტყვი რომ არაფერსი არ გჭირდება ეს ჭყვიტინა მამალია თუ ბატია თუ რაღაცა. წადი მიტინგზე, ილაპარაკე და გამოვა ჭყვიტინი ყოველგვარი ბატის და მამლის გარეშე. დიახ, კიდევ ერთი კოლორიტული ქალბატონი. რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, აგერ ნინოც დამემოწმება, აბსოლუტურად ყველაფერს ძალიან დიდი ყურადღებით უყურებენ, აკვირდებიან. ამ გადაცემასაც უყურებენ, რა თქმა უნდა, ეხლა ამ წუთას თარგმნება და ამ გადაცემას არა მარტო ჩვენი ამერიკელი მეგობრები, არამედ ჩინეთის, რუსეთის, ირანის სპეცსამსახურებიც უყურებენ აუცილებლად, იმიტომ რომ სადაც ჩვენ ვჩნდებით, ასეთი ამბავია და აი, თქვენი ფანტაზიური დედები უნდა მოკლედ, რაც სპეცსამსახურები არსებობს სოფლიოში. მათი უპირველესი საქმიანობა არის მოусმინონ აი ამ ქალბატონს, ფარულავას. მეტი საქმე სოფლიოში არ არსებობს. დიახ და კიდევ ერთი ქალბატონი, რომელმაც საერთოდ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. არის ძალიან საინტერესო, როდესაც გარეგნობაზე გაძლევენ ძალიან კომპეტენტურ რჩევებს. მაგალითად გეუბნებიან, რომ ნანუკა, კბილი ცოტა დიდი ხომ არ არის შენი კბილი, შენი ვინირები, არ არის ეს ვინირები, არის შენით აშენებული კბილი, მაგრამ ნახეთ რა სილამაზია. ულამაზესი გიждები ვაფრენ, ჩემი ოცნების ფორმა. მთელი ცხოვრება მინდოდა რომ ესეთი კბილები მქონე. სულ და ვინირების გარდა თუ იყო შესაძლებელი რომ უბრალოდ ბჟენით ეს აეშენებინათ და ვინირები არ გამაკეთებინა, ვერც კი წარმომედგინა და გავიკეთე ჩემი ოცნების კბილი. და მე არის კიდე ესეთი კომენტარები რომ ტუჩი ზედმეტი გაქალო, ტუჩი მეგობრებო არავის აზრი ჩემს გარეგნობასთან დაკავშირებით არ მაინტერესებს. ვფიქრობ, რომ ტუჩზე ცოტა მაკლია და უნდა დავიმატო ეს ერთი. იდეალური კბილები მაქვს. აი, სასწაული.
არა, რაც მართალია, ლამაზი ქალბატონია ძალიან. მე მაგალითად პრეტენზია არ მაქვს. ხო, ახლა მინდა წარმოგიდგინოთ მეორე მხარეს. ეს ფსიქიატრია მარტო ერთ მხარეს კი არ არის, მეორე მხარესაც არის. ეს არჩევნები, კაცო, ოქტომბრის ბოლოს სტარდება რა და მათ უნდათ ივლისში და აგვისტოში ჩამოსვლა, რომ იქ სანდღაც ზღვაზე დაისვენოს, პარალელურად იქ კბილები ჩაისვას, რაღაცაზე იმკურნალოს, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეც არის და აქ იაფი უჯდება, ანუ ისარგებლოს ამ ყველაფრით და წავიდეს ისე და მაპატიე და ყველა ღმერთმა დიდხან საცოცხლოს რა. იქ უნდა იყოს გადასახადები, იქ უნდა იხადოს. აქ ეს წვილი არ უნდა შეიტანოს და მე ჯვარი წერია და როდესმე ყველანი ხო უნდა მოვკვდეთ და მე რომ მოვკვდება საელჩოს მიადგებიან რა და საქართველოს ბიუჯეტის ფულით აქ უნდა ჩამოასვენონ და ემიგრანტებზე რომ ასე ილაპარაკებს კაცი, მე არ მგონია რომ ეს საღი მსჯელობა კი არა, ეს ნორმალური მსჯელობა იყოს. მე მგონია რომ ეს ფსიქიატრიის თემაა. ერთი ძველი ანეკდოტი არსებობს, სვანსო ბრალდებულსო სასამართლო პროცესზე კითხესო. რას თხოვს სასამართლოს? და უთქვამს რომ ჩემი ადვოკატი გამიმჩვენეთ, მეტი არაფერი მინდაო. ქართულ ოცნებას თუ ამნაირი ადვოკატების მეტი არ აყავს, მაშინ გაუჭირდება ქართულ ოცნებას. ესენი ადვოკატები არ არიან. ესენი არიან ხელისშემშლელი პიროვნებები. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც იმისთვის რომ უფრო სასიამოვნონ, ყველაფერზე წავლენ, ყველაფერს იტყვიან და ყველაფერს ხელს მოაწერენ. სამწუხაროდ ასია და ბოლოს მინდა ისევ თამარ კვარაცხელიას სიუჟეტით დავამთავრო ფსიქიატრიის რენტგენი. მოგესალმებით, ეთერშია მოდელირებული ნოვოსტი და მე მისი წამყვანი თამარა კვარაცხელია ვარ. ეს კვირა სავსეა მნიშვნელოვანი მოვლენებით, თუმცა მათში გამორჩეული, რა თქმა უნდა, უკრაინის რუსეთზე გამარჯვებაა. როგორც მსოფლიოში ცნობილი ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ვარაუდობდა, მოსალოდნელი ფინალი დადგა და კრემლის თავზე უკრაინული დროშა აფრიალდა. 28 პუნქტიანი გეგმა შეიცვალა და მასში მხოლოდ ერთი დარჩა. რუსეთის უსიტყვო კაპიტულაცია, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. ვლადიმერ ზელენსკის, რომელსაც ომის დროს ერთი ქრიუნაც კი არ უშოვია, მოსკოვში ჩასაფრენი ფული არ ჰქონდა. მასამაში დახმარება ნანუკა არა ნანულა, ოკეი, ჯორჯოლიანის ფონდმა გაუწია, რომელმაც თანხა შეუგროვა. მსოფლიოს უძლიერესი მხედართმთავარი ამის შემდეგ მოსკოვში ჩაფრინდა და კრემლის თავზე უკრაინის დროშა საკუთარი ხელით აიტანა. ზელენსკის თქმით, უკრაინამ უკვე დაიბრუნა ყირიმი, დონბასი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე და ხერსონი. გარდა ამისა, უკრაინამ დაიბრუნა ძირძველი უკრაინული ტერიტორიები: მოსკოვი, პეტერბურგი, ნიჟნი ნოვგოროდი, დონის როსტოვი, ომსკი, ტომსკი, ეკატერინბურგი და ვოლგოგრადი, რომელსაც თავის დროზე სტალინგრადი ეწოდებოდა. დღეიდან კი ზელენსკრადი ეწოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ვლადიმერ პუტინი ჰააგის ტრიბუნალს გადაეცა. ბიძინა გაიქცა საქართველოს თავისუფალია. ქართული ოცნების წევრები კი წითელი ხიდიდან გარბოდნენ. თუმცა ამაში მათ ხელი შეუშალეს წითელხიდზე ჯერ არ ნამყოფმა ადამიანებმა და მათ სული ამოხადეს. სულს ამოგხდით მაგით. ციხიდან გამოსულმა და ისევ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართული ოცნების წევრები საკუთარი ხელით დააკავა და ისინი ვივამეთში გაამწესა. ამასობაში ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში რამდენიმე მშვიდობის მტრედი წარადგინეს. მათ შორის ორი ქართველი მოაზროვნეც მოხვდა. ზელენსკის, მაკრონის, ცუდია კალასის, ვინმე არახამიას, პოდოლიაკის და ჯო ვილსონის გვერდით ისეთი ქართველებიც მოხვდნენ, როგორებიც გია უბინაო ხუხაშვილი და ირაკლი მაღალრეიტინგული ტაბლიაშვილი. იგივე ტაბლო, ტაბლუცუნა, იკა ტაბლო, ტაბლა, ტაბლა ტუბლა, იკუნა, ტაბლუნა მოხვდნენ. შესაქმნელ, გამოსაძელს, სათქმელ, საქმნელ. ბუკმეიკერები ჯილდოს მიღების ყველაზე მაღალ შანსს სწორედ ირაკლი ტაბლიაშვილს უწინასწარ მეტყველებენ. მიუხედავად ფენომენალური გამარჯვებისა, ნანუკა არა ნანულა, ოკეი, ჟორჟოლიანი, რომელსაც რუსთაველის პროსპექტი ერთი დღითაც კი არ დაუტოვებია, აღშფოთებულია. ის გაბრაზებულია ყველა თანამებრძოლზე, რომლებიც ამ გადამწყვეტი ბრძოლის დროს ხან რომში ისვენებდნენ, ხანაც პარიზში. სწორედ ამიტომ დაუსვა მათ ერთი ჩამჭრელი შეკითხვა. ვიწყოთ იქიდან, რომ შეთქმა არ გაქვთ. მან ყველა ორ პირ მოგულავეს ხეშატინგზე მდებარე რესტორნიდან უკრაინული პატრიოტული სიმღერა წაუღიღინა. მოდელირებული ნოვოსტი დღეს ამით დასრულებულია. მანამ არა გიდგეთ გვერდები ლიბერ ჩარეცხილება, სანამ ეს რეალობა არ დაგიდგეთ. ვერ ეღირსებით. დროებით. მადლობა თამარ, ფსიქიატრიის რენტგენს შენ ახალი სული შთაბერე. ძალიან კარგი იყო, ოჩახ.
დიახ, ამითი დავამთავრებდი ფსიქიატრიის რენტგენს, მაგრამ მინდა ერთი შეფასება შემოგთავაზოთ. ბატონმა ირაკლი კობახიძემ, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა, ერთ-ერთ ჟურნალისტს უთხრა ისეთი რამ, რაც თითქოს არ უნდა ეთქვა. გამოიყვანეს მდგომარეობიდან და წონასწორობიდან და უთხრა ის, რასაც ახლა მოისმენთ ჟურნალისტს. მაგრამ ეს ნათქვამი მარტო ჟურნალისტებს კი არა და მარტო ავყია ჟურნალისტებს კი არა. ყველა გიჟს, ყველა გადარეულს და ფსიქიატრიის ყველა პაციენტს ეხება. ამიტომ გთავაზობთ ბატონ ირაკლი კობახიძის საერთო შეფასებას ფსიქიატრიის რენტგენის. ერი მოიწმენდე რო ლაპარაკი. ერი მოიწმენდე. სერცხველი. სახე დაგარგე, ხალი სახე დაგარგე და პერი მოიწმენდე. სააკაშვილი თუ ითქვა პერი მარ. გავსა ყველაფერი ჩვენს ველაც. ერი მოიწმენდე. სააკაშვილს გავხარ პირითაც. შენ ველას დაემს გავსა ყველაფერი სერცხველი. ნებისმიერი ადამიანი სუბიექტია. და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წონასწორობა რამდენადმე დაკარგოს, იმიტომ როდესაც უღირსი მოპაექრე ყავს. როდესაც ყავს მოპაექრე, რომელიც კი არ ეკამათება, კი არ ეკითხება რამეს, არამედ დასცინის, არამედ დაღიზიანებს, არამედ ცდილობს რომ მდგომარეობიდან გამოიყვანოს. ამიტომ ეს ყველაფერი შესანიშნავად მოერგო ყველა პროვოკატორს, ყველა გიჟსა და გადარეულს, რომლებიც ასე მოგვიმრავლდა საქართველოში. დიახ, ეს რაც შეეხება ფსიქიატრიის რენტგენს, ახლა გადავიდეთ სხვა საკითხებზე, ალბათ საერთაშორისო თემები უნდა შემოვიტანოთ და განსაკუთრებით ის, რაც უკრაინასთან დაკავშირებით ხდება. ძალიან ბევრი რამ ხდება და ძალიან საინტერესო პროცესები წარიმართა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინას და რუსეთს შესთავაზა ხელშეკრულების პროექტი 28 პუნქტისგან შემდგარი. ხელშეკრულების პროექტი ეს სრულიად ახალი სიტყვაა ამ უკრაინის კრიზისის განმავლობაში, ჯერ ასეთი რამ არ თქმოდა, ჯერ აქამდე ეს კრიზისი არ მისულა. ნახოთ რა წერია, ყველაფერს 28 პუნქტს რა თქმა უნდა არ წარმოგიდგენთ, მაგრამ რა არის იქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მუხლი 6. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 600,000 პერსონალით შემოიფარგლება. მუხლი 7. უკრაინა თანახმაა კონსტიტუციაში ჩაწეროს, რომ ის არ შეუერთდება ნატოს და ნატო თანხმობას აცხადებს წესდებაში შეიტანოს დებულება, რომ უკრაინა მომავალში ორგანიზაციის წევრად არ დაიშვება. მუხლი 13. რუსეთი ხელახლა ინტეგრირდება გლობალურ ეკონომიკაში. სანქციების მოხსნა განიხილება ინდივიდუალურად და ეტაპობრივად. თითოეული შემთხვევისთვის აშშ გააფორმებს გრძელვადიან ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებას ურთიერთგანვითარებისთვის, ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების, ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ცენტრების, არქტიკაში იშვიათი ლითონების მოპოვების პროექტებისა და სხვა ურთიერთსასარგებლო კორპორაციული შესაძლებლობების სფეროებში. რუსეთი მიწვეული იქნება დიდ რუიანში ხელახლა გაწევრიანებაზე. მუხლი 21. მოხდება ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის დე-ფაქტოდ რუსეთად აღიარება. მათ შორის აშშ-ის მიერ ხერსონი და ზაპოროჟიე გაიყინება არსებულ კონფლიქტის ხაზზე, რაც ნიშნავს დე-ფაქტო აღიარებას შეხების ხაზის გასწვრივ. რუსეთი უარს იტყვის სხვა შეთანხმებულ ტერიტორიებზე, რომლებსაც ის 5 რეგიონის გარეთ აკონტროლებს. უკრაინის ზალები დატოვებენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილს, რომელსაც ისინი ამჟამად იკავებენ და ეს ნაწილი ნეიტრალურ დემილიტარიზებულ ბუფერულ ზონად ჩაითვლება, რომელიც საერთაშორისო დონეზე რუსეთის ფედერაციის კუთვნილ ტერიტორიად ჩაითვლება. რუსული ძალები დემილიტარიზებულ ზონაში არ შევლენ. მუხლი 25. შეთანხმებიდან 100 დღეში უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს. აი, ასეთი გახლავთ ძირითადი პუნქტები. ესე იგი, ის რისთვისაც სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო რუსეთმა, ეს იყო
დემილიტარიზაცია უკრაინისა და დენაციფიკაცია. ეს ყველაფერი პრაქტიკულად ხორციელდება. ყველა მიზანი რუსეთისა სრულდება აი ამ პროექტის მიხედვით. გარდა ამისა, უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი, რასაც შეეწირა ეს უზარმაზარი სახელმწიფო და რასაც შეეწირა მილიონობით სიცოცხლე. აი ის ვერ მოხდება და ვერ განხორციელდება, იმიტომ რომ არ უნდა მომხდარიყო და არ უნდა განხორციელებულიყო. არ უნდა აკვიატებოდა უკრაინელ ხალხს ეს საშინელი სურვილი, რასაც ქვია ნატოს წევრობა. ეს არ მოხდება. გარდა ამისა, ჩატარდება არჩევნები. ზელენსკი, რა თქმა უნდა, უკრაინის პრეზიდენტი ვერ გახდება, მას ერთადერთი პერსპექტივა ელოდება, ეს არის სასამართლო გარჩევა, თუ უფრო უარესი რამ არა. გარდა ამისა, უკრაინა კარგავს ტერიტორიებს, ძალიან დიდ ნაწილს. ტერიტორიების ძალიან დიდი ნაწილი გადადის რუსეთის ხელში და ასეც უნდა მომხდარიყო, იმიტომ რომ ის ნაწილი ტერიტორიებისა, რომლებიც ახლა გადადის რუსეთის ხელში, უკრაინის ფაშისტურმა ხელისუფლებამ გამოიყენა ბოროტად. გამოიყენა რუსეთის წინააღმდეგ, რუსი ხალხის წინააღმდეგ და თქვენ წარმოიდგინეთ უკრაინელთა წინააღმდეგაც. ამიტომ უნდა მოხდეს ის, რაც მოსახდენია. და როგორც ხედავთ, ეს ყველაფერი ხდება. აი ასეთი არის ეს შეთავაზება ტრამპისა. გამოდის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი საერთო ენას გამონახავენ. ევროკავშირს თავისი ბინძური მმართველობით ძალიან გაუჭირდება, იმიტომ რომ საერთოდ აცდა გზას და ყველა სიბინძურის მონაწილენი გახდნენ და დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, როგორც ცდილობს ემიჯნება ამ სიბინძურეს და მსოფლიოში ახალი წესრიგი რომ ჩამოყალიბდეს, ახალი საერთაშორისო სამართალი რომ ჩამოყალიბდეს, აქეთკენ დგამს ნაბიჯს და ეს ვერ მოხდება, რა თქმა უნდა, რუსეთთან საერთო ენის გამონახვის გარეშე, ეს ვერ მოხდება ჩინეთთან საერთო ენის გამონახვის გარეშე, ეს შესანიშნავად გააცნობიერა როგორც ჩანს ტრამპმა და აი ამ მოვლენებთან გვაქვს საქმე, თუმცა დაველოდოთ რა იქნება და როგორ იქნება. როგორ შეხვდა აი ამ შეთავაზებას ზელენსკი. უკრაინკე. ახლა ჩვენთვის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომენტია. ახლა უკრაინა შეიძლება დადგეს ძალიან რთული არჩევანის წინაშე. ან ღირსების დაკარგვა, ან ძირითადი პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დაკარგვის რისკი. ან უთულესი 28 პუნქტი, ან უმძიმესი, ყველაზე რთული ზამთარი და შემდგომი რისკები. აი, ასეთი არის შეფასება. ანუ ზელენსკი არ ფიქრობს, ჯერ კიდევ არ ფიქრობს დათანხმებაზე, ზელენსკი ფიქრობს ომის გაგრძელებაზე, იმიტომ რომ მას სხვა გზა არ აქვს რეალურად. ომის დამთავრება ზელენსკისთვის სასამართლო პროცესს ნიშნავს. და ომის გაგრძელება მისთვის ნიშნავს ძალიან დიდი ფულის მოპარვის გაგრძელების შანსს და თავის გადარჩენის შანსს. ამიტომ რა თქმა უნდა ის ამ შანსს არის ჩამოკიდებული და უარს ამბობს ამ შეთავაზებაზე. რაც შეეხება ევროპის უბინძურას და უბრიყვეს ჩინოვნიკობას, როგორ შეხვდნენ ისინი ამ მოვლენას. ამ გეგმის ირგვლივ ევროკავშირთან ოფიციალურად კომუნიკაცია არ განხორციელებულა. შესაბამისად ვერ ვხედავ აზრს ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ევროკავშირი სრულად ერთგული რჩება უკრაინის უყევი მხარდაჭერის მიმართ, გაეროს ქარტიის შესაბამისად. როგორც ითქვა, 28 პუნქტიანი გეგმა საჯარო გახდა. ჩვენ განვიხილავთ სიტუაციას როგორც ევროპულ ლიდერებთან, ასევე ლიდერებთან დიდი ოცეულის ფარგლებში. მე ასევე გავესაუბრები ვოლოდიმირ ზელენსკის საკითხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ პრინციპი, რომელსაც ყოველთვის უსვამთ ხაზს. არაფერი უკრაინაზე, უკრაინის გარეშე. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით. უკრაინას შეუძლია ჰქონდეს ჩვენი იმედი, რადგან ეს არ არის აგრესია მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის აგრესია გაეროს ქარტიის წინააღმდეგ. ეს არის ევროპული მიწა. შესაბამისად დავეხმარებით უკრაინას, რაც როც არ უნდა დასჭირდეს ამას. შენს ტერს ჰქონდეს შენი იმედი. შენი და შენნაირების იმედად რომ იყო უკრაინა, იმიტომ რომ მოიწია ის, რაც მოიწია. დაიღუპა ქვეყანაც, უკრაინელი ხალხი განახევრდა, მოსახლეობა, ტერიტორიები განახევრდა, მილიონები მიწაში ჩაწვნენ და ეს ყველაფერი მოიმკეს შენნაირების ყურის გდებით. და თქვენ ხართ არა მარტო პროვოკატორები, არამედ უბოროტესი პროვოკატორები. თქვენ შეგიძლიათ
თქვენს ნებაზე რომ იყოს და თქვენს ჭკუაზე რომ იყოს, მთელი მსოფლიო სისხლში ჩაავშოთ. ისევე როგორც ეს გაგიკეთებიათ. ევროპამ ეს გააკეთა. ევროპამ ორი მსოფლიო ომი აჩუქა კაცობრიობას. აი ეს ახარ თქვენ და თქვენ ხართ ღირსეული მემკვიდრეები იმ თქვენი დიდი წინაპრებისა, ერთ-ერთ მათგანს ერქვა ჰიტლერი. დიახ, ახლა როგორია რუსეთის პოზიცია, როგორია დამოკიდებულება, აი რუსეთის პრეზიდენტი რას გვეტყვის ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ ტექსტს ვფლობთ. ის მიღებული გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან არსებული საკომუნიკაციო არხებით. გონია რომ ეს ტექსტიც შეიძლება გახდეს საბოლოო მშვიდობიანი შეთანხმების საფუძველი. თუმცა არსებითად სიღრმისეულად ეს ტექსტი ჩვენთან განხილული არ არის. შემიძლია ვივარაუდო რატომ. მიზეზი ვფიქრობ იგივეა. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ჯერჯერობით არ შეუძლია მიიღოს უკრაინის თანხმობა. უკრაინა წინააღმდეგია. როგორც ჩანს, უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები კვლავ ილუზიებში არიან და ოცნებობენ რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაზე ბრძოლის ველზე. ესე იგი, რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს პროექტი. განვიხილოთ პუნქტების შესაბამისად. თითო ნაბიჯ გავყვეთ ყველაფერ ამას და მივიღოთ ის სამოქმედო პროგრამა. ანუ პუტინი აცხადებს მზაობას, რომ შეჩერდეს ეს ომი. დამთავრდეს ეს ომი. მაგრამ ზელენსკი არ არის მზად ამისთვის. და აი ეს ნახევრად შეშლილი, კი არა, მთლიანად შეშლილი ევრო ჩინოვნიკები არ არიან მზად ამისთვის და კიდევ უფრო დიდ უბედურებაში ცდილობენ გახვიონ უკრაინა და არა მარტო უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიოც. სხვათა შორის ძალიან კარგი რჩევა მისცა უკრაინას და მის დღევანდელ თვითმარქვია ლიდერს ზელენსკის ბელარუსის პრეზიდენტმა ბატონმა ალექსანდრე ლუკაშენკომ. აღმოჩნდა, რომ უკრაინისგან განსხვავებით რუსეთი უფრო მიდრეკილია მოლაპარაკებებისკენ. ეს უნდა ვაღიაროთ. თუ კი უნდა გადაწყდეს ტერიტორიული საკითხები, ყველაფერი უნდა იყოს გაწერილი თითოეული კილომეტრის და მეტრის გათვალისწინებით. ვისი სამხედროები უნდა იყვნენ და ვისი არა. წვრილმანებამდე ყველაფერი უნდა იყოს გაწერილი. ვოლოდია ზელენსკის ხშირად ვაკრიტიკებ, მაგრამ ახლა არ დავიწყებ მის გაკრიტიკებას. ერთხელ ომის დაწყებისას ვურჩი, როგორც უნდა მოქცეულიყო. მაშინ რომ გაეთვალისწინებინა, ეს პუნქტები საჭირო აღარ იქნებოდა და შესაბამისად ეს 28 პუნქტიც არ იარსებებდა. აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია იყო. უკრაინას რომ მინსკის შეთანხმება შეესრულებინა, ომი არ იქნებოდა და უკრაინა იმ საზღვრებშივე იქნებოდა, რომლებშიც სურს, ანუ 1991 წლის. თუმცა თუ ვოლოდია ზელენსკის სურს უკრაინამ ამჟამინდელ საზღვრებში გააგრძელოს არსებობა, მინდა მას კი არ ვურჩიო, რადგან ალბათ ჩემზე უკეთიც ის ვითარების შესახებ. არამედ ვუთხრა. ფრონტზე არსებული რეალობის გათვალისწინებით დაფიქრდით, თუ როგორ შეინარჩუნოთ ის, რაც ახლა გაქვთ. საჭიროა შეთანხმება. არ არის საჭირო მოლაპარაკებების პროცესის გაწევა. არსებული ვითარების გათვალისწინებით, როგორ შეინარჩუნო ის, რაც გაქვს. შენ კი გაქვს ყველაფერი, სხვაზე გასასვლელიც, ოდესაც შენია, მიკოლაევიც. ერთ მშვენიერ წუთას კი შესაძლოა შენი აღარ იყოს. ამიტომ საჭიროა ყველაფერი აწონ-დაწონოთ და კარგად გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღოთ. ესე იგი, სადღაც თუ არ გაჩერდები, შენ აძირალა ზელენსკი ხარ თუ ვიღაცა ხარ, მაშინ შენ საერთოდ დაღუპავ ამ სახელმწიფოს და ამ ხალხს. ამას გეუბნება უჭკვიანესი კაცი, ალექსანდრე ლუკაშენკო, რომლის ჭკვიანობა და გონიერება ეტყობა ბელარუსს და ეტყობა ბელარუს ხალხს. შენი სიგიჟე და თავგასულობა, შენი ფაშისტობა ეტყობა უკრაინას და უკრაინელ ხალხს. დაუჯერებ ამ გონიერ კაცს. რაღაცა შეიძლება რაღაცა მაინც გადაარჩინო. არ დაუჯერებ ამ გონიერ კაცს და საერთოდ გონიერ ხალხს, გონიერ მოწოდებას, გონიერ რჩევას. ასეთ შემთხვევაში საერთოდ დაღუპავ მაგ უკრაინას და ეს იქნება შენი მოღვაწეობის მთელი შედეგი. ჭკვიანი ხალხი ევროპაშიც არიან, აი მაგალითად უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ბატონი ორბანი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთ მოსაზრებებს გამოთქვამს. ახლახან დავასრულეთ შეხვედრა. მიმოვიხილეთ 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ამერიკელებმა შეიმუშავეს და წარადგინეს. გეგმა მრავალფეროვანია და უამრავი ქვეკატეგორია აქვს. ერთადერთი რამ, რის თქმაც დღევანდელი ვიდეოკონფერენციის შემდეგ დარწმუნებით შემიძლია, ის არის, რომ ევროკავშირს ომის გაგრძელება სურს. თანაც ისე, რომ არც ერთი ცენტი არ დახარჯონ უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდებაში. არც ერთი ცენტი არ დახარჯონ უკრაინის სამხედრო ოპერაციების დაფინანსებაში. და ამავდროულად წარმოდგენაც არ აქვს, საიდან უნდა გამონახონ უკრაინისთვის
შექმნის საჭირო ფინანსური საწრე. მათ მხოლოდ ორი იდეა აქვთ. პირველი გულისხმობს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების იძულებას, ინდივიდუალურად გაუგზავნონ თანხა უკრაინას, რასაც უნგრეთი არ გააკეთებს. ხოლო მეორე იდეა გულისხმობს ერთობლივი სესხის აღებას. არც ამაზე ვართ თანახმად, რადგან არ ვაპირებთ ჩვენი შვილიშვილების მომავალი საფრთხეში ჩავაგდოთ მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინა დავაფინანსოთ ომში, რომელშიც ის ვერ გაიმარჯვებს. ასეთ სიტუაციაში ვართ ახლა. აი ასეთი გახლავთ ეს პოზიციები, გონივრული ჭკვიანი მიდგომა საკითხისადმი. მაგრამ ჭკუასთან ახლოს რომ არ ჩაუვლია ზელენსკის და მის ხროვას, ეს ეთყობა მათ ხალხს და მათ ქვეყანას. აი ეს ჭკვიანი ადამიანები ახლა არ გამოჩენილან. ასეთი ადამიანები, რომლებიც გონივრულ რჩევას გაძლევდნენ და თან გაფრთხილებდნენ, რა შეიძლება მოყვეს, ადრეც იყვნენ. მაგალითად, ერთი ძველი კადრი მინდა შემოგთავაზოთ, ჟირინოვსკის გამონათქვამები ამ სიტუაციებთან დაკავშირებით და საერთოდ ეს არა მარტო უკრაინას, არამედ მე მგონი ყველასთვის არის მოსასმენი და ყველასთვის არის რაღაცა დაფიქრების საგანი. ჯერ ჟურნალისტის შეკითხვა მოვისმინოთ. Владимир Вольфович, вы же исходите из того, что Украина наша сфера влияния. Видим мы, что ни НАТО, ни Европейский Союз не хотели бы там Украину эту самую увидеть. Вот может быть, что называется мягкой силой, может быть им что-нибудь такое предложим, чтобы в самом деле Украина стала сферой влияния нашей страны. Ну так, чтобы вот без агрессии, чтобы не спугнуть их, чтобы без сапогов наших на Крещатике. Так вот возможно, так бывает. აი ასეთი გახლავთ ეს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ აი როგორც ამერიკელები მუშაობენ ხოლმე ნებისმიერ ქვეყანაში, ეგრეთ წოდებული რბილი ძალა, მოსყიდვა, ფულის გამოყენება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს შესაძლებელიაო, ეკითხება ჟურნალისტი ჟირინოვსკისაც განსვენებულს. ნახოთ რა პასუხს აძლევს ჟურნალისტ ჟირინოვსკი. Так возможно, да нужно забыть про наш бюджет 16 триллионов, про наших граждан, и все деньги бросить на эту мягкую силу. Всех там подкупить, задобрить, создать там свои газеты, свои партии. И они говорят, согласятся, ну хорошо, мы будем с вами русские, а у нас нищета будет кругом. Не надо. Мы так уже делали. Поэтому мы не собираемся никому не поддакивать, не покупать. Потому что, посмотрите, в марте 91 года Украина говорит, остаемся в СССР. 1 декабря выходим из СССР. Но они манипулируют народом, обманывают его, фальсифицируют все данные. И посмотрите, если они провозглашают независимость, исходя из чего? Что в Москве государственный переворот, ГКЧП. Хорошо, так можно сказать, действительно какая-то опасность, что там в Москве. Но в 2014 году в Киеве государственный переворот, и Крым выходит из состава Украины. Нет, это нельзя. Русским ничего нельзя. Украина может выйти из СССР и пойти на любые площадки, делать все, что хочет. Потому что Западу выгодно. აი ასეთი გახლავთ ეს მიდგომა, რომელიც რა თქმა უნდა დასაფიქრებელია, მაგრამ მარტო ეს არ არის. დაუშვებს თუ არა, ან დაუშვებდა თუ არა რუსეთი მის საზღვრებთან ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში ნატოს მოსვლას, ნატოს ბირთვული შეიარაღების მოსვლას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამასთან დაკავშირებითაც თავის დროზე აქვს ნათქვამი, თუნდაც ჟირინოვსკის, მარტო ჟირინოვსკი ხომ არ იყო, მაგრამ ეს ნათქვამი, რომელსაც თქვენ ახლა მოისმენთ, არც უკრაინამ შეისმინა, არც ჩვენ შევისმინეთ თავის დროზე და ვიძახეთ და ვიყვირეთ და ვაკეთეთ ის, რაც ვაკეთეთ და რითაც საქართველოს პრაქტიკულად სამნაწილად დავშალეთ, მაგრამ დღეს ხომ მაინც უნდა შევისმინოთ რამე. Тумცა მოდით მოვისმინოთ ჯერ ჟირინოვსკის позиция. Я уже говорил много раз. Есть план ограниченной небольшой войны на территории Украины. Поэтому сейчас они отказывают Украине вступления в НАТО. Они пытаются ее отдельно столкнуть с Россией путем совершения каких-то действий против русских. Я этот сценарий читал в 2010 году. Начать резню русских в Крыму или там в Донбассе и заставить Москву встать на защиту. Вот их самый короткий план. Но это пока не получается. Тогда вот они стараются якобы в НАТО. Но сам тот день, когда в Брюсселе начнется заседание в повестке дня в 10:00 принять Украину в НАТО, русские войска будут стоять уже на германской границе. Мы никогда не позволим, чтобы НАТО стояло у наших
границ. Вон, бывший президент Грузии Саакашвили бомж. Ему справку дали перезимовать в Киеве. Вот чем кончился этот неистовый грузинский поборник. И Грузии тоже нет будущего. Никуда НАТО не подойдет на бывшие советские территории. Прибалтика была ошибкой. Больше этой ошибки не будет. И НАТО об этом знают. Они заранее говорят, Украина не готова. И Грузия не готова. И ЕС не готова. Они боятся нас. Потому что если русские танки подойдут к германской границе, там 2 часа, чтобы взять Берлин, Вену, Париж, Лондон. Все, им конец. თუ დააგვირდით ერთი უკრაინული წარმოშობის კაცი დგას აი ამ გადაცემაში, რომელიც თავს აკიცინებდა ამას რას ლაპარაკობსო, როგორ მიუღებელ რამეს ლაპარაკობსო. არა, ბიჭო, გიხათრებენ, ხო მიცი? როდესაც ანალიზის უნარი არ აქვს. როდესაც არ იცი რა ფასი ადევს ამ დედამიწაზე და ამ გეოპოლიტიკურ ცხოვრებაში. მაშინ იქ კი არ უნდა ეგდო. სახში უნდა ეგდო და იქიდან უნდა უსმენდეს სხვებს და უყურებდეს სხვებს თუ გაინტერესებს ეს საკითხები, მაგრამ აი მაგნაირმა დებილებმა ეს უკრაინელი რომ იყო იქ, დაღუპეს უკრაინას და ყუპავენ სხვა ქვეყნებსაც. კარგი, დავანებოთ თავი ამ ორბანს, ლუკაშენკოს, აგერ აზგასმენებულ ჟირინოვსკის. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რა არსა და როგორ არსა და რომ გაეგებინებინა ამ გამოთაყვანებული დასავლური ჩინოვნიკებისთვის თუ რას ნიშნავს და რა შედეგი მოყვება. რა არსა და, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. ერთ შემთხვევაში ლექსების კითხვაც კი დაიწყო. Я никогда не знал, что Пушкин писал на эту тему. Я его прочитал. Это произвело на меня очень серьезное впечатление. Потому что это выглядит так, как будто Александр Сергеевич написал его вчера. И как будто он мне сказал: слушай, ты едешь на Валдайский клуб, возьми с собой, прочитай там ребятам своим, вот, что я по этому поводу думаю. Вот. Ну, я, честно говоря, постеснялся, думаю, ладно. Но поскольку Попов позвучал, а книжка у меня с собой, вы разрешите? Да? Это любопытно. Это ответ на многие вопросы. Называется он «Бородинская годовщина». Великий день Бородина мы братской тризной поминая, твердили: шли же племена, бедой России угрожая. Не вся ли Европа тут была, а чья звезда ее вела? Но стали ж мы пятою твердой и грудью приняли напор племен послушных воле гордой, и равен был неравный спор. И что ж, свой бедственный побег, кичась они, забыли ныне? Забыли русский штык и снег, погребший славу их в пустыне? Знакомый пир их манит вновь, хмельна для них славянов кровь. Но тяжко будет им похмелье, но долог будет сон гостей на тесном хладном новоселье под злаком северных полей. Вот здесь все сказано. Пушкини გენიოსი იყო და 200 წელიწადზე მეტი ხნით ადრე ხვდებოდა იმას თუ რას ნიშნავს რუსეთთან დაპირისპირება. მაგრამ ჩვენ ახლა მაინც არ უნდა მივხვდეთ, ვერ უნდა მივხვდეთ. პუტინი მარტო ლექსების ენით ხომ არ ელაპარაკება ამ დასავლეთს და არა მარტო დასავლეთს, არამედ ყველას, ვინც ვალდებულია რომ მისი ნათქვამები მოისმინოს. აი ერთი ეპიზოდი მისი განცხადებებიდან. Если вы хотите прекратить боевые действия на Украине, перестаньте поставлять оружие. И эти действия прекратятся в течение 2, ну максимум 3 месяцев. Вот и все. Это первое. Второе. Мы призываем никому не мешать возможному мирному процессу. То же самое было, касалось интересов России. Это, повторяю еще раз, нейтральный статус Украины, не вступление ее ни в какие блоки. Это ограничение в известной степени вооружения и так далее. И это, безусловно, то, в чем заинтересована Российская Федерация. Я не хочу вас ставить в какое-то сложное положение.
Но, тем не менее, задаем риторический вопрос. Зачем же господин Джонсон приехал в Киев и рекомендовал выбросить этот договор в помойку? Зачем же он поставил перед украинскими коллегами своими цель добиваться победы на поле боя, добиваться стратегического поражения России? Украинская сторона, ее официальные лица публично заявили о том, что если бы они подписали этот договор окончательно, то война прекратилась бы еще в конце 2022 года. Это не мы сказали, это сказали украинские официальные лица в Киеве. Публично. Вот у меня риторический вопрос. А зачем надо было мешать нам с Украиной подписать этот договор? Ну, могу только предположить, что кому-то хотелось добиться тех целей, которые они ставили перед собой на российском направлении своей внешней политики, именно подвести дело к разрушению России, к тому, чтобы любой ценой добиться стратегического ее поражения и так далее, и так далее. То, что господин Джонсон приехал и сделал это не только по собственной инициативе, но уверен и при поддержке администрации США, в этом у меня сомнений нет никаких. აი ასეთი გახლავთ ახსნა, განმარტებები. ყველანაირი ფორმით, ყველანაირი მიდგომით, მაგრამ არაფერმა არ უშველა, იმიტომ რომ ცარიელ თავში არ არის იმის პოტენციალი, რომ შეაფასონ რეალობა. გაიგონ რამე და გააკეთონ დასკვნები. დასკვნები რა კი არ გაკეთდა, მიიღეს ის, რაც მიიღეს, მაგრამ თუ კიდევ არ გაკეთდა დასკვნები, მიიღებენ გაცილებით უარეს. მე დღეს გიჟები წარმოგიდგინეთ და ყოველ გადაცემაში მყავს ეს გიჟები, ხომ? მაგრამ არიან საღად მოაზროვნე ადამიანები. წინა გადაცემაში მე წარმოგიდგინეთ ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც ამ უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან საღად მსჯელობდა. რაღაცნაირად მინდა გავაგრძელო ეს ტრადიცია და მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი ასეთი კარგად მოაზროვნე, მართლა მოაზროვნე ახალგაზრდა კაცი. მოკლედ, მთელი ამ ხნის განმავლობაში შემიძლია ოფიციალურად თქვა უკვე, რომ უკრაინა ამ ომში დამარცხდა. და დამარცხდა იმ ომში, რომელიც თავიდანვე წაგებული იყო. რომელსაც ჩვენ თავიდანვე ვამბობდით და პრორუსებად, რუსეთუმეებად და რავი, პუტინის მიერ დაფინანსებულ ლაქიებს გვიწოდებდნენ. აგერ გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც მიიღო ტრამპის 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ნიშნავს უკრაინის უსიტყვო კაპიტულაციას, აგერ აი წაგიკითხავ, გვარდიანი აქვეყნებს. ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევანი აქვს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კიევს მოუწოდებს მიიღოს გეგმა, რომელიც რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას გულისხმობს. აი მე კითხვა მიჩნდება, რისთვის ჩახოცეს ამდენი ბიჭი? რისთვის ჩააცვეს ამდენ დედას შავები? რისთვის დააქვრივეს ამდენი ქალი? მეგობრებო, რაღაც გაუგონარი დონის ღალატთან გვაქვს საქმე, რომელშიც აი ეს კოლოუნი მონაწილეობს ომის დაწყებიდან, რომელიც იყო კარგად დაგეგმილი სცენარი. აი ასეთი გახლავთ ეს პოზიცია, რომელსაც ბზარი არა აქვს. ამ შეკითხვებზე პასუხს ვერც ერთი ის გიჟი ვერ გასცემს, რომელიც ამ ჩვენს რუბრიკაში წარმოგიდგინეთ. მათ და სამწუხაროდ, მაგრამ ეს პოზიცია ხომ არსებობს, ეს ადამიანები ხომ არსებობენ. აი კიდევ ერთი მათგანი. უკრაინას აქვს ძალიან ძიმეთ საქმე, იმიტომ რომ მიზეზები, რატომაც ეს ომი უკრაინის მხრიდან იყო გამართლებული, რომ ის იქნებოდა დასავლეთის ნაწილი, ის იქნებოდა ნატოს ნაწილი, ის იქნებოდა იმის მიუხედავად, რომ არესტოვიჩის ლაპარაკობდა სხვადასხვა ექსპერტები თუ პოლიტიკოსების ლაპარაკობდნენ, კი შეიძლება ტერიტორიები დავკარგოთ. მაგრამ სამაგიეროდ სრულყოფილი ევროპული სახელმწიფო გავხდებით ევროსტრუქტურებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ეს საკითხი აი ამ მოლაპარაკებების შედეგად აი იმ პუნქტებს რაც ჩვენ ვნახეთ, აბსოლუტურად იხსნება. ანუ აზრი ეკარგება, არანაირი ნატო არ იქნება იქ, რაღაცა ბუფერული, რაღაცა ზონა იქნება უკრაინა და ბუფერული სტატუსი თუ გინდოდა და ბუფერული სტატუსიისთვის თუ იბრძოდი, ჯობდა რომ საერთოდ ეს კონფლიქტები არ დაწყებულიყო, იმიტომ რომ ნეიტრალური ყოფილიყო ესე და მიიღო ბენეფიტები ამ ყველაფრისგან. აი ასეთი გახლავთ ეს პოზიციები, რომლებიც დაფიქრებას მოითხოვს ყველა ჩვენგანისგან. და რა თქმა უნდა, დაფიქრებას მოითხოვდა იგივე უკრაინელებისგან, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოხდა.
ახლა მე მაქვს ინფორმაცია, რომ რაღაც მე უკვე სტუდიაში ვიყავი შემოსული, რაღაც ინფორმაცია გავრცელდა უკრაინასთან დაკავშირებით, მე მგონი ტრამპის რაღაც ახალი განცხადებაა და ჩვენს რეჟისორს ბატონ ზაალ გაიგასიშვილს ვთხოვ, თუ აქვს საშუალება რომ მომაწოდოს ეს ინფორმაცია. ტრამპი პუტინს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს გადასცემს. ამ სათაურით სტატიას ბრიტანული ტელეგრაფი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა მოსკოვში საკუთარი წარმომადგენლების სამშვიდობო გეგმით გააგზავნა, რომელიც რუსეთის სამხედრო მიღწევებს აღიარებს. სტატიის ავტორი წერს, რომ შეერთებული შტატები ომის დასრულების მიზნით მზადაა აღიაროს რუსეთის დე-ფაქტო კონტროლი ყირიმზე და უკრაინის სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ტელეგრაფის მიერ მოპოვებული ინფორმაციით უკრაინის ევროპელი მოკავშირეების შეშფოთების მიუხედავად ტერიტორიების აღიარების გეგმა დიდი ალბათობით რეალიზებული იქნება. ეს სრულიად ახალი რამ გახლავთ, მე მგონი უკვე ნათლად გამოჩნდა ის, თუ რა საით მიდის. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ზელენსკი რას დათანხმდება და რას არ დათანხმდება. ეს ომი დასასრულს უახლოვდება, ამ ომში რა თქმა უნდა გაიმარჯვა უკრაინამ, ბოდიშ ვიხდე უკრაინაზე გაიმარჯვა რუსეთმა, მაგრამ აქ არ უნდა გავჩერდეთ. უკრაინაზე კი არ გაიმარჯვა, არამედ გაიმარჯვა დასავლეთს. გაიმარჯვა ამერიკის შეერთებულ შტატებს. გაიმარჯვა ევროკავშირზე. ნატოზე გამარჯვებაა ეს. გამარჯვება, რომელიც მოიპოვა რუსეთმა. ამერიკის შეერთებული შტატები და მისი პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას იმიტომ კი არ იღებენ, რომ რუსეთისთვის სიკეთის გაკეთება უნდათ. ან უკრაინას ებრძვიან. არა, იმიტომ რომ სხვა გზა აღარ დარჩა. სხვა გამოსავალი აღარ დარჩა. ეს ომი უნდა დაამთავრონ და ამ დამთავრებაში მათ სახე უნდა შეინარჩუნონ. ტრამპმა თავისი წვლილი ამაში უნდა შეიტანოს, როგორც ამ აგრესიის გამჩაღებელი სახელმწიფოს ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერმა კი არა, არამედ იმ ლიდერმა, რომელიც მშვიდობისთვის იბრძვის. და იყოს ასე, ოღონდ დამთავრდეს ეს სისხლისმცემელი ომი, ოღონდ დამთავრდეს ეს უბედურება და როგორც იტყვიან სამართალმა პური ჭამოს. აი ეს არის ალბათ უმთავრესი და მე მგონი ყველაფერი აქეთკენ მიდის, მაგრამ რატომ ხდება ეს ყველაფერი ასე? რატომ დადგა ეს შედეგი? რატომ მივიდა თუნდაც იგივე უკრაინა აქამდე? ან თუნდაც ჩვენ რატომ მივედით იქამდე, რომ სამ ნაწილად დაშლილი ქვეყანა ვართ? იმიტომ რომ სხვა მიზეზთა შორის ერთ-ერთი უმთავრესი ის არის, რომ თანდათანობით ვშორდებით ღმერთს, თანდათანობით ვშორდებით ზნეობას, თანდათანობით ვშორდებით საკუთარ რაობას და საკუთარ სუბსტანციას. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა მამა თეოდორემ შესანიშნავად გამოხატა ეს რამდენიმე სიტყვაში, თუ რა გვჭირს და რა გვემართება. გიორგობა ხო როგორ აღინიშნება საქართველოში ხო იცი? თორებია. არ მოგიგენია. ესე იგი, აი წარმოგიდგენ მოტროკი ქართველი კაცი რა დიდი მუცლი და ჩათრება და გამომარჯოს წმინდა გიორგის შუნები. იცი რა დღეა? როგორ წმინდა გიორგობა? იცი რომ დღეს ხმათ არის 23 ნოემბერი. ბორბალზე დააკრეს და დანებით 100 დაჭრეს. აი ასეთია მდგომარეობა რეალურად, მოჩვენებითობა, ფარისევლობა, საქმეს ვერ უშველის. ყველა საქმეში უნდა იყოს გულწრფელობა. ყველა საქმეში უნდა იყოს ღირებულებათა იერარქია დაცული. ყველა საქმეში ყველაზე მაღლა უნდა იდგეს ზნეობა, ღმერთი. ყველა საქმეში ყველაზე მაღლა უნდა იდგეს სამშობლო და ხალხი. სამწუხაროდ, როდესაც ეს იერარქია ინგრევა, როდესაც ღმერთს ვშორდებით, ზნეობას ვკარგავთ, მივდივართ იქამდე, სანამდე მივიდა უკრაინა ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ღმერთმა ქნას რომ გადარჩეს ასე თუ ისე, იკმაროს ის რაც მოუვიდა და გადარჩეს. ჩვენ კი რა თქმა უნდა ჩვენი გზით უნდა ვიაროთ, ეს არის მართლმადიდებლობის გზა, ეს არის ქრისტეს გზა, ეს არის ჩვენი ისტორიული და გამოცდილი გზა, რომელსაც არ ეღალატება, რომელიც ერთადერთია, რომელიც უნიკალურია, რომელიც სწორია და რომელიც ჭეშმარიტია და
ამ გზაზე უნდა ვიაროთ ისე როგორც აი ეს ჩვენი ანგელოზი პატარა მიემართება ხოლმე ეკლესიის მიმართულებით და რომელიც ძლევს ხოლმე მისთვის ამ ძნელად დასაძლევ ბარიერს ადის ამ მაღალ კიდეებზე რათა მიეახლოს ეკლესიას რა თქმა უნდა პირველ რიგში მიეახლოს ღმერთს ჭეშმარიტებას სიკეთეს სიყვარულს და რა თქმა უნდა ანთებულ სანთლებს რათა იყოს ანგელოზებთან ერთად და რათა იყოს ზნეობრივად მაღალი და სრულყოფილი. აი თითქმის ყველაფერი ის თქმაც დღეს ამ გადაცემაში მსურდა, არ ვიცი რამდენად მოვახერხე, მაგრამ ფიქრობ რომ ძირითადი სათქმელი მაინც გამოიკვეთა. მე გემშვიდობებით იმ იმედით, რომ მომავალ პარასკევს დათქმულ დროს ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური გამოშვება. ნახვამდის.